სამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი დღეს პარასკევია შევიკრიბეთ ამ სტუდიაში გადაცემის წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საუქვაძე და ვაშა სილაგავა ვართ თქვენთან ერთად და გვყავს როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრები ირაკლი შარაბიძე იურისტი კაცია მაგრამ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და აქ არის და გაგცემს პასუხებს რაჭის გერმანიის ნაკრებს და რეზო მორჩილაძე რომელიც ხშირად არის აქ ჩვენთან ერთად ყველანაირი თემა რაც არის ფეხბურთზე შეგვიძლია თამამად ვესაუბროთ და საინტერესო ამბებს ყვება იდეებს გვაწვდის და აღარ გავიმეორებ ეხლა რომ გძლათ რომ გველესიანი რომ ნაკრებშია ამ კაცის დიდი დამსახურება. მოკლედ ეხლა ჩვენ მეგობრებო ისეთი სეზონის დასასრულისკენ მივდივართ გაიმართა შემაჯამებელი ტურნირი ერთა ლიგის ეს არის დღევანდელი დღის მთავარი თემა იწყება ისეთი ტურნირი რომელიც აქამდე არ ჩატარებულა და ერთმანეთს ვკითხოთ აზრი რას ველოდებით როგორი იქნება იქნებიან თუ არა ხალისით წასული ის გუნდები რომლებიც იქ არიან წარმოდგენილები და რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებებით უნდა დავიწყოთ ყველაფერი და თავიდან მოდი ამხანაგური მატჩები ჩატარდა ფარერებსა და კაპოვერდეს წინააღმდეგ და ეს მატჩები განვიხილოთ და მე ახლა ყველაზე დიდი ყურადღება ჩვენ სლოვაკეთისკენ გვაქვს მიპყრობილი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები თამაშობენ. მეორე ზედიზედ ვართ ფინალურ ეტაპზე, თუ პირველი იყო, იმიტომ რომ მასპინძლები ვიყავით, ახლა ჩვენით გავედით იქ და ეს რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. მოკლედ სტარტის შვენიერი ხო, სტარტი ბრწყინვალე სამი ქულა მოპოვებულია, თუმცა მეტოქეები ძალიან სერიოზული გველოდება და ამასაც გავარჩევთ. დავიწყოთ ალბათ ნაკრებით ფარერების მატჩი კიდევ მქონდა წინა გადაცემაში, მაგრამ ამ ხალხთან ერთად არ გვისაუბრია. თან გავუშვათ კადრები ხა ბევრი ის მიმოხილვა იმ მატჩებში არ გამოვა პერიპეტიები, ნუ ლორიას გაცილება იყო თავარი მოვლენა ხა ფარერებთან მატჩი და მოდი რეზოთი დავიწყებ და ვკითხავ. ჩვენ ადრე, როდესაც დიდი წარმატებები არ ქონდა შესარჩევ და სხვადასხვა ტურნირებზე, ხო გინდათ ამ ხანაგურებში მაინდა-მაინც ვერ ვიქვეხნიდით. არ ქონდა იმის ფუფუნება და ხალისი რომ აი ესე მეორე შემადგენლობებით გვეთამაშა და არ გაუბრაზებული ყავით ამხანაგურ თამაშებსაც რომ ვერ ვიგებდით იმიტომ რომ სადღაც ხო უნდა მოგვეგო და ამხანაგური თამაშები იყო ჩვენთვის თავარი შანსი რომ რაღაც მოგვეგო აი ახლა ეს ვითარება რომ დაგვიდგა რომ როგორც წესია ამხანაგურ თამაშებს ვატარებთ იქ სხვადასხვა ფეხბურთელებს გამოვცდით და დგება ეს შედეგი რომელიც შეიძლება ძალიან არ გვიხარია. მიუხედავად ამისა, აი ამ ორი მატჩის შემდეგ რა შთაბეჭდილება გაქვს, რა ემოცია გაქვს, ხარ კმაყოფილი თუ უფრო მეცელოდი? გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით ელემაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა კითხვას რაც შეეხება, ამხანაგური თამაშები არის იმისთვის, რომ გამოსცადო აი ეს ფეხბურთელები, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ ითამაშონ მერე ნაკრები იქნება თუ კლუბი და ნუ ახლა ამ თამაშებს რაც შეეხება პირველ რიგში ლორიაზე მინდა ორი სიტყვა თქვა, საკმაოდ სტაბილური მეკარე იყო დიდი ხნის განმავლობაში, იცავდა ჩვენი ნაკრების კარს და ნუ ალბათ ყველაზე მეტად რას გვახსოვს ეს არის ესპანეთთან ჩატარებული თამაში. ჩემი აზრით ალბათ საუკეთესო თამაში მაგის კარიერაში. თბილისში რომ 0-1 წავაგეთ, მაგრამ ის ბურთიც ვერე შეცვალეს და ამ ლორიას არ გაუშვეს. ეხლა მეკარეების თემა რო გავაგრძელოთ, რო თქვა რომ გამიკვირდაო, ნამდვილად არ გამიკვირდა გუგეშაშვილის კარგი თამაში, იმიტომ რომ ინტერნეტში ნანახი მქონდა ფრაგმენტები საბერძნეთის ჩემპიონატში გუგეშაშვილის თამაშების და რა ვიცი სასიხარულოა რომ ამარდაშვილის შემდგომ მეორე მეკარეც ასეთი საიმედო მეკარე ყავს და ბევრჯერ გადაგვარჩინა და ჩანს რომ არის საიმედო მეკარე რა და მეთვან უნდა გვაჭიროს არ არის ხა მამარდაშვილი ტრავმებისკენ მიდრეკილი, მაგრამ თუ დაგჭირდა ყოველ შემთხვევაში მაგი ბიჭის იმედიც უნდა კონდეს. და იმ ევროთასებზე თამაშების გამოცდილებაც სოდა აგროვა იქ თავის დროზე ხო იმაში ეს თამაშები ალბათ ჩემი აზრით სანიოლისთვის ძირითადად
სანიოლი განიხილავდა ალბათ ამას დაცვის კონტექსტში, რომ ხა კაშიას არ უთამაშია, კაში არის დაცვის შეუცვლელი წევრი, კაპიტანი. ანუ ხა კაში ასაკშია, როდესაც უნდა წავიდეს ფეხბურთიდან და განიხილავდა იმას, ვინ შეიძლება დააყენოს მის მაგივრად. ნუ ხა ვინც დააყენა, ხა ვისაც იძახებს ხოლმე გველესიანი დვალი ლოჩეშვილი მაგათ ყოველთვის იძახებს. ამათ მაგათ ამის არ შევეხები. ნუ ვერ ითამაშეს საზონოვმა და გოგლიჩიძემ, იმიტომ რომ ახალგაზრდულში იყვნენ გამოძახებული, მე გოგლიჩიძემ ტრავმა მიიღო, ეგაც ვერ ითამაშა, მაგრამ პერსპექტივაში ამ ბიჭების იმედი შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ იტალიაში თამაშობენ სერია A-ში და ანუ ახლა თან იმანაც რომ ტრავმა მოიშოშე, ძალიან კარგი იყო საზონოვი საზონოვი და რა არის ახლა ჩვენ ადრეც გვისაუბრია მაგ თემაზე, რომ მცველი ამპლუით მცველი თუ იტალიაში თამაშობს ეს არის იმისთვის რომ დაამთავროს სკოლა კი არა ეგ არის რაღაც კემბრიჯი, ჰარვარდი, ოქსფორდი რა არის. ნუ ადრე თუ გვიან შემოუერთებია რა, ახალგაზრდა ბიჭები არიან და საიმედო შეცვლიან იმას რა ქვია. ვეტერანებს. რამოდენიმე ფეხბურთელი მინდა გამოვყო, რომლებიც ახლა ყველაზე არ ვისაუბრებ რამოდენიმეზე ვიტყვი რა. მე საერთოდ არადროს მომხრე არა ვარ რომ ფეხბურთელი რო წავა ამერიკაში, ავსტრალიაში, ჩინეთში, კორეაში და საუდის არაბეთში, მე იმის გამოძახების მაგის მომხრე არასოდეს არა ვარ, მაგრამ არ შემიძლია არ თქვა რომ ლობჟანიძემ საუკეთესოდ ითამაშა, საერთოდ აი ჩანდა რომ მოედანზე კლასი ცხვერზე მაღლა იყო რა და ეგ უფრო იმ შემადგენლობის კაცი არის, რომელიც არ ყავდა, ვიდრე იმის, რომელიც თამაშობდა. ხო, აი მაგით გამოჩნდა რა. კი. ასე რომ მე მგონი სანიოლიც დარწმუნდა მაგაში და ალბათ თუ დაჭირდება ნაკრებს, გამოიძახებს ხოლმე სხვა თამაშებში. ანუ რამოდენიმე ფეხბურთელი პირველ რიგში მინდა ვთქვა ძალიან მომეწონა გოჩოლეიშვილი, თვლი რომ მაგ ფლანგზე კაკაბაძეზე შეიძლება არაფრით ნაკლები არ იყოს და ეს ძალიან სასიხარულოა და სასიამოვნოა. ასეთივე სრულფასოვანი შეცვლა გვეყოლება თუ გადაწყვეტავს სანიოლი კაკაბაძის თამაშს ყოველ შემთხვევაში ესეც ხო, იმიტომ რომ სეზონის ბოლოს ასეთ კარგ ფორმაში რო არის და ასე მაღალ დონეზე რო ჩაატარა თამაშები. დაცვაშიც აიმედოა და წინაც ერთვება შეტევებში. ერთი კარგი დაარტყა ეს ხო, გარედან რომ მოხდა ბადეს. მეორე თამაში მოდი ჩავთვალოთ რა ის. ხო და კიდე მინდა აღვნიშნო გულიაშვილი, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ხა ცხადია მიქაუტაძე და ზივზივაძე არიან ის ორი ფორვარდი, რომლებზეც უნდა ეცდება აქცენტი და ეგრეც არის ამ წუთას მაგაზე ძლიერი არ ყავს და მე ყოველთვის გულიაშვილი მაშინაც მომწონდა ახალგაზრდულში რომ თამაშობდა და თვლი რომ აი უფრო მეტი შანსი რომ მიცემდა შეიძლება შედეგი კიდევ უკეთესი ყოფილიყო. ეხლა სულ აკვირდებით ჩვენ ძალიან კარგად რუსიაში გოლები რო გააქვს, გოლები გააქვს თან რაღაც ბოლო 10 ტური ვეღარ ითამაშ ტრავმა მიიღო და მანამდე დაგროვილი გოლებით გახდა ის რა ქვია ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის და ფეხბურთელის რა. ხო და ნუ ალბათ გამოიძახებს გულიაშვილსაც, იმიტომ რომ მე მე რომ მომეწონა მაგიტომ და გამოიძახებს. პასის კარგია, აქტიურია და შემტევია და სიღრმიდან შეუძლია თამაში, მოედნის სიღრმიდან. კი, დიაპაზონი. ერთი ფეხბურთელი კიდე მე აღარ მქონდა მაგის თამაშები. ანახე, ეს არის გაგნიძე, რომელიც გადავიდა უკრაინაში ახლა. უკრაინის ჩემპიონატის დონე რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე მაღლა გასამაში მე მგონი ეჭვი არავის არ გვეპარებოდ. ამ დონიდან გამომდინარე ფეხბურთელიც გაიზარდა და კი, კარგი. მე ვთვლი რომ ალბათ მომავალში დიდი იმედი უნდა გქონდეს იცი მე გამიხარდა კიდე აბსოლუტურად ვიზიარებ იმას რაც თქვი შენ გამიხარდა კიდე
ბერიძის დაბრუნება. მართალია იმდენი დრო არ მიეცა. უკეთესი იყო მანამდე. პერიოდი ქონდა მას. უკეთესი პერიოდი ქონია, ეხლა მაგას არ უნდა დიდი ფილოსოფია, მაგრამ თავისთავად ის რომ ის ისევ მოიაზრება ნაკრების შემადგენლობები, მისი პოტენციალიდან გამომდინარე. მე ახლა კონკრეტულად ამ თამაშების მიხედვით ახლა რაღაცა ფენომენალური შთაბეჭდილება დატოვა მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი მოbrunება კარგია, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, განსაკუთრებით შვედეთთან ხო, შესვლაზე რომ შემოვიდა. მატჩი რომ შემოვიდა, ის იმის მერე მატჩში დამახსოვს, ხო. ხო და მე რაზე გავაკეთე თავიდან კითხვაში აქცენტი. აი, ნუ მოუგებდით ერთისმოს ფარერებს და კაბო-ვერდესთან ფრეს ვითამაშებდით, ხო? იქნებოდა იცი კრიტიკა და უკმაყოფილო ხალხი და აი ეს რა არის, როგორ შეიძლება ასევე მზადები ჩვენ მაჩების, მაგრამ რადგან წარმატება გვაქვს იქით, რა ვქია, სერიოზულ ოფიციალურ მაჩებში და ხასიათი ამით არ გვაქვს გაფუჭებული, ამის გამო განაწყენებული მაყურებელი მე გულშემატკივრად მე არ შემხედრია სიმართლე გითხრა და ამიტომ აღვნიშნე რომ ეს ნორმალურია, იმიტომ რომ მწვრთნელს თავისუფლად წნეხის გარეშე აქვს საშუალება რომ გამოცადოს ფეხბურთელებით რომ ჩვენ ისიც გვახსოვს რომ მაგაზე სხვა მწვრთნელებს რომ ვედავებოდით რატო ის არ ათამაშე ვიძახდა რომ ხა კიდე რომ წამეგო ეს თამაში მე შემჭამდით და ამიტომ იძულებული იყო ძირითადით ეთამაშა ესეთი თამაშები შერესტაბეჭდილება დაგჭა ირაკლი აი ამ ორი თამაშის მერე მივესალმები ასევე მაყურებელს და მადლობას გადავიხდი რომ მოვიწვიეთ დღეს თუმრად მე პირველ რიგში ვეთანხმები ლევან შენი მოსაზრებას რომ ამხელა ფუფუნება გვაქვს მე არ მახსოვს ჯერ რომ ასეთი სრულყოფილი ამხანაგური თამაშისთვის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობის თითქმის არავინ არ იყო და მთლიანად მეორე შემადგენლობით დაგვეკომპლექტებინოს 22 კაციანი გუნდი ხო იქ ხო შეცვლებზეც იყო ხალხი მარტო ის 12-11 კაცი ხო არ არის ვინც მოედანზეა რა რა თქმა უნდა აი ეს უკვე ძალიან დიდი და წინ გადადგმული ნაბუჯია და თან არც ერთი მათგანი ვინც თამაშობდა თან არც ერთი არ იყო რო ვთქვათ რომ აი ეს რამ დააყენებინა ან რამ გამოაძახებინა რა ყველა გამოსაძახებელი იყო ნამდვილად და ყველა ხო იმის და მიხედვით რაღაცას უკეთესად გამოვიდა რაღაცას უარესად მაგრამ ხო ამას კიდე დაამატეთ ბოდიში 21 წლამდელებს რო არ ქონოდათ ამ დღეებში პარალელურად იქ ტურნე იმ გუნდიდანაც რამდენი ფეხბურთელი დაიმსახურებდა კიდე აქ მოხვედა ეხლა ერთ მნიშვნელოვანი მას მინდა კიდე მომენტ შევეხო რომ აი პირველი გოლი რაც გავიტანეთ ფარერებთან რა ვიცი ეხლა ესე კუთხურიდან და თავით პირდაპირ გატადილი მე დიდი ხანია საქართველოს ნაკრებში არ მახსოვს. ხო, თან ეს აშკარად საშინაო არის. ვიხსენებ ეხა პირველი მახსენდება ცხადაძემ გაიტანა თბილისში პოლონეთთან. ხო, ანუ ეგ რამდენი წლის უკან იყო? ცხადაძემ და იმან რა ქვია 20 წლის უკან დაახლოებით. ხო, ისე თავით ესე ხო მე. ხო და ესეც მენიშნა რა, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენები რო კუთხურს ავწვიდნენ ხოლმე, არ ვიყავი ხოლმე დიდად კი სტადიონზე რო ვართ ხოლმე ყვირით ყველა რომ გოლი კუთხურის ჩაწოდების დროს მაგრამ ნუ არ მაქვს ხოლმე ის განცდა რომ ველოდები რომ კუთხურის მერე აუცილებლად გოლი უნდა ან არის მაღალი ალბათობა და ეს ნიუანსი რო დავინახე და ძალიან არ გავდა ეს შემთხვევით კი მეორე მომენტის კონდა ვერ გაიტანა უბრალოდ მეორე ხო კი ხო და ეს ძალიან მომეწონა იმის თქმა მინდა რომ რაღაც შეახლ დავინახე რა და დანარჩენი აი მეკარეების თემას სასიამოვნოდ გავოცებული ვარ 21 წლამდელებზეც რო გადავართ ახლა ის ხარატიშვილიც საოცარი კარგი მეკარეა და ძალიან პენალტებშიც როგორ გვიშველა ხორვატებთან კი ბატონო ხო არა იცი ჩვენ ახლა ყოველთვის გქონდა ძალიან კარგი სკოლა მეკარეების მე რაღაცნაირად ეს მივიწყეთ თუ მიუხედავად იმისა რომ ახლა შენი თქმის არ იყოს მართლა ახლა ლორიას ის თამაში რომ მახსენდება ახლა ესპანეთთან ხო? იმ თამაშში მაგაზე ტრავმა არ მიიღო, ის ქულა იყო აღებული. ეს თან ის შესარჩევია, სადაც ფრანგებთანაც მერე ქულა ავიღეთ, ხო? ანუ ეს არ იყო ოღონდ. ძალიან კარგი მასალა გქონდა ყოველთვის, მაგრამ ეხლა არის ეს სტაბილური თამაში, ეხლა ის ლივერპულის მას რა ქვია ალისონს ედავება ადგილს და მე ჩვენ რო შევხვდით წინა გადაცემაში საღვნიშნე რომ ჩვენ ვიყავით რა ქვია მამარდაშვილის ბოლო საშინაო თამაშზე ვალენსიას შემადგენლობაში მე მშვიდობებოდა კლუბს იქ ცოტა გაუფუჭდა
გაუფუჭდა კი არა, ცოტა ეს ქნა, რა ქვია, აპლოდისმენტების რაღაცა ნაწილი წაართვა დომენეკმა, იმიტომ რომ ეს რომ მოვიდა მესამე მეკარედ იყიდეს და ის იყო მაშინ სათადარიგო უნდა ყოფილიყო სილესანის და ეს რომ მოვიდა მასმერ სათვალო თამაშია პრაქტიკულად და ეხლაც ერთად წამოვიდნენ იქიდან ეს ლივერპულში წავიდა და ის სახში ამიტომ ეხლა რაღაცა კიდე ტაშიც არ დაეკრათ მაგისთვის ნუ ნამეტანი იქნებოდა და როგორ მოხდა იცი რომ ეს ბოლო საშინაო თამაშს ატარებს იმ ხელა აჟიოტაჟი ამას არ მოყოლებ, იმიტომ რომ იმას თვალს იმაში სახში აცილებდნენ, ჩემოდრინით მიდიოდა იმაში რაღაცა მიქონდა, თუ კი რა მქონდა დარჩენილი ბაზაზე და ამიტომ ეს თლათა ესეთი ფეიერვერკი როგორცაც ველოდებოდით არ იყო. და თან ცოტა გუდაწყვეტილებიც იყვნენ ხო რომ მიდის ახლა იქიდან მეორეც არის ვიცი ახლა ესეთი ფეიერვერკებით და დიდი აიმეთი გაცილება ხდება კიდე მეტწილად, როცა იმ გუნდმა იმ პერიოდში რაღაც ტიტულებიც მოიგო, გაიგე და ვალენსიაში სამწუხაროდ არ იყო ის პერიოდი, რომ რაღაც საოცრად კი, ამის დიდი დამსახურება საერთოდ რო არ გავარდნენ და რა ისქენს ამან დატოვა. ეს კადრები რაც ნახე, ხასაც შენეთლა ეძახე, მე არ მომეჩვენ როგორც მაყურებელს პირიქით სიამაყით. კი, არა, მე გაგონები ისიც ამ იმის რა ქვია. ამ ხო არა მაგას გეუბნები რომ ის კიდე რო არ ყოფილიყო ის დომენეკი მთლათელი სტადიონი ამაზე იქნებოდა მაგრამ იქ იცი რა გინდა არ გინდა ეს ყურადღება იყოფა ახლა იმიტომ ის კაცი მიდის ახლა და რაღაცა უნდა უთხრა ამდენი გუნდში იყო და რამდენი წლის ბავშვი ბიჭი ჩავიდა საიდან წავიდა და არა მაგას საოცრება გააკეთა ეს არის ზღაპარი საფეხბურთო ზღაპარი რომ კაცი მეორე გუნდის მესამე მეკარეთ მიდის მაშინ რა ქვია და ერთ თვეში ხდება ტიტულარი და მას მერე დგება რა ამდენი ისა რა ქვია მშრალი მატჩი ამდენი და მოიცადე ჩვენ რატო ვიყავით ჩასული ლიგა გვენცაძებ გადასცა მას შარშანდელი წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ფეხბურთელის არა სპორტსმენის პრიზი ეხუმრები შენ ახლა მას იმ პირობებში თუნდაც ფეხბურთში როცა კვარაცხელია სამხელა ისა აქ რა ქვია ეხლა ჯერ არ ხო დაახებული ხეს ესენი მაგრამ ყოველთვის კვარაცხელია ხუთი შედეგები ეს არის ყოველ შემთხვევაში ოლიმპიადაც იყო იქ ოლიმპიადაზე სამი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს და იგებს ისა რა ქვია ფეხბურთი რატო ის 12 სეივი იმაში რა ქვია ევროპის ჩემპიონატზე და იმას დამატებული დანარჩენები ლამის ის გახდა რეკორდსმენი და იქ ევროპის ნაკრებში არ დააყენეს იმის რა ქვია სიმბოლურში ეს არის სუფთა არა რა თქმა უნდა ჩემი ღრმარწმენით ამარდაშვილი მართლა ზღაპარი არის იმიტომ რომ აი ესე თავისი გუნდიდან განათხოვებული საქართველოს ჩემპიონატში სხვა გუნდში მოდი ჯერ აქედან დაიწყე რომ ის კი არა რომ აი აქ უცვლელი მეკარე თავი სადაც გაიზარდა იმ გუნდის დინამო თბილისის და იმდენი წარმატება და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე და ამ ფონზე კი არ წასულა წავიდა ფონზე როდესაც თავის გუნდს მესამე მეკარე დარჭირდებოდა გადავიდა სხვა გუნდში და იქაც მეორე მეკარეთ მივიდა ჯერ ლოკომოტივში და მე გვახსოვს ჩვენ მქონდა ეს თამაშები და ბევრმა ნახა რომ იქ ევროტურნირზე ითამაშა ბრწყინვალედ და მე იქ გრანადაშიც კარგად და დაინახეს ეხა იცი რა ხანდახან გულიც კი წყდება რომ ეს უცხოელი სკაუტები და მენეჯერები ერთი შეხედვით და ერთი ნახვით ეგრევე ჩაეჭიდებიან ხოლმე ტალანტებს ჩვენგან განსხვავებით. ხშირ შემთხვევაში ჩვენ უფრო ვერ ვამჩნევთ და წავიდა და რა ჯობია მაგას და ესეთი კარგი მეკარე რომელიც ჩვენ ყავს ახლა დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ იყო პერიოდი ახლა ვიძინა ამბობდა სწორად და რეზულტატს დავეთახ მეკარები არ გვაქვს და კარგი სახელებით და გვარებით ახლა რო ჩამოვთვალოთ ბევრი ყავდა, მაგრამ ყოველთვის სტაბილურად რო აი ეს არის პირველი მეკარე თითქმის წლები აქამდე სანამ მამარდა დადგებოდა ესე გამოკვეთილად არ მქონდა. ხან იყო რომ აი ზოიძე დადგება, გვარამაძე დადგება, დევაძე დადგება, ტოგონიძე დადგება, ხო სულ რაღაც ძიებაში ვიყავით და ეხლა სტაბილურად ყავს მეკარე რომელიც იმედის გუგეშიშვილი თუ არა როგორ გინდა არ დაეთანხმო ხა აგერ ორივე ჩვენ სტუმარს იცი რა ერთია როცა
იმას იღებ ხოლმე რა ქვია თქვათ რომელიღაცა მატჩის მიმოხილვას, იმიტომ რომ ყველანი ახლა ვინც ამ საქმეში ან პროფესიონალურად ჩართული ან ისეთი სიღრმისეული ცოდნა აქვს როგორც თქვენ ამ შემთხვევაში ხო ყველა ვიცით რომ ხეცი რა მიმითი მიმოხილვით რთულია ისა რა ქვია მსჯელობა იმიტომ რომ მე სულ მახსენდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით 92 წლის ჩემპიონატი რო იწყებოდა ეს რა ქვია რუსეთის საბჭოთა კავშირის მაშინ ცენტრალური ტელევიზია რო აჩვენებდა სიუჟეტებს ფუტბოლნი აბაზრენია იყვნენ ფუტბოლნი აბაზრენიაში აჩვენებდა სიუჟეტებს სხვა გუნდებზე და გაფზე აჩვენეს იმაზე რა ქვია შოტლანდიელ მეკარეზე მე მეგონა რომ ამაზე დიდი მეკარე იქ რაც ვნახე იმიტომ რომ შეკრებილი იყო რაღაცა მომენტები რომ იგერიებს ახლა ხო გოლს უშვებს იმას ხო არ კრებავენ არა და ბიჭო ვიფიქრე რომ აუ ეს ამას გოლს რა გაუტანს ეს ვინ არის რაღაცა და ნუ რა ვიცი მე არ გამიტანი ერთო რაც დააწყდა ვინც ჩავიდა იმ ესპანეთში ყველამ მენდა და ქვია მაყურებლიანი იმიანაც ყველამ გაუტანა გოლი ეს ამიტომ ეს სადაურს შოტლანდია შენგელია შეხოთო მაგაზე შენგელია გაუტანა შივაძემ გაუტანა ანუ ორი ხოდო ეგ თქვი რომ მე არ საყოფილო აი მაგაზე გამოცედა ეგ კოლაჟები რომ ნახო აი მეკარეების ხო რამდენი დიდი მეკარეა და რო ჩამოთვალო ერთი 50 დიდი მეკარე რომ დავწეროთ მე არ ვიცი ხა ცუდად კი არ ვამბობ ოჩო ალბათ 50 მეკარეში ვერ შეიძლება დიდი ალბათობით ვერ მოხდეს და კოლაჟები რომ ნახო აი იმ 50-ში პირველი ათეულის და ოჩოას კოლაჟები რომ ნახო ძალიან ეფექტური დაყენია იმის კოლაჟი აჯობებს არა იცი მე ოჩოას ბევრი თამაში მაგ ნანახი და არ იყო ცუდი მეკარე არა ცუდი კი არ იყო მაგ იმიტომ გამოყავი მაგრამ ნუ ხო გადაშორის დიდ გუნდებში არ უთამაშია და აი პატარა გუნდებში სადაც თამაშობდა იქ იყო ხო ყველგან თავისი გალჩა მარტო თამაშობდა ხოლმე ბევრჯერ და ეხა მე უკვე მაგალითად გეტყვი მაშინ ეგ ვიღაც გეტყვი იცი ხო ყველა ვამბობთ ხოლმე რომ მუსლერას რამდენი შეცდომაც გვინახავთ მუსლერასი ხო იმდენი მე მგონი მე არ დამეშვია და ყველა მეკარეს არ დაუშვია ერთად აღებულს და აი მუსლერას რო ნახო აგებულები სევები რა ფანტასტიკური სევები და მე დაარტყამენ იმიდან რა ქვია აუჩიკით ვიღაცა გადმოუდეს ბურს და ვერ ხვდება იმას ხო ეს ანუ რატომ მოვიყვანეს მაგათო მე იმითი მსჯელობა კოლაჟებით აღარ არის ჭირს გესმის და ეხლა რომ ნახე გუგეშაშვილის ეს თამაში და ეხლა იცი რა ამასაც ესაც აუცილებლად უნდა ვთქვა შესაბამისად რომ გუგეშაშვილი ასე რომ მომეწონა ეს იმას ნიშნავს რომ კაბო-ვერდეს არ უთამაშია მთლად ცუდად ხო იმიტომ რომ ეხლა ეს ის ხო არ იყო რომ მარტო ეთამაშებოდა იმაზე რა ქვია კაბო-ვერდეს შეიძლება სახელით და ესე მაინდა-მაინცა ის კაბო-ვერდი გვაჯობა 50 მომენტი შეხვდა ხო მაგრამ რომ ნახოთ მისი თამაშების ეხლა კაბო-ვერდე მსოფლიოზე შეიძლება არა ახლა ესეთი ხელწამოსა არა ბევრს ეგონა რომ ვინ არის ეს კაბო-ვერდი რომ ჩამოვიდა გადის მსოფლიო ჩემპიონატზე რა მსოფლიო ჩემპიონატზე ბიძი და ყველა გადის ახლა ვინ არ გადის ეს ისტორიას მოყვება ძველი ისტორია რადგან მეკარეებზე წავიდა საუბარი ახლა მე და შენ აქ შეკრებილებთან შედარებით უფროსები ვართ ახლა და მე და შენ გვახსოვს ალბათ შენ მით უმეტეს არგენტინაზე უნდა მოყვე ისტორია და კი ბევრს ახალგაზრდას ნანახიც არ ექნება ეგ თამაში მოკლედ ეხლა რატო ყვები ამ ისტორიას? ხო. ამ ისტორიას ყვები უგო გატიზე. გარდაიცვალა ეს. ხო, ეხლა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ერთადერთ ცხოვრებაში მაგის თამაში ნანახი, არც მანამდე და არც მის მერე მე უგო გატის თამაში არ მინახავს. და ეს თამაში არის 77 წელია. კიევში არის თამაში არის სადღაც ან ნოემბრის ბოლო ან დეკემბრის დასაწყისი, იმიტომ რომ მეორე ტაიმში მოტყუა მე სტადიონს. და არგენტინის ნაკრები არის ჩამოსული საბჭოთა კავშირის ნაკრებს ეთამაშება ამხანაგურ თამაშს. ლობანოვსკია ტრენერი და მწვრთნელი და როცა ლობანოვსკია მწვრთნელი ცხადია 75-ში მოგებული აქვს თასი და ყველა იქ არის. არა, ნუ ყველა იქ კი არ არის. 21 კაცში თუ 22 კაცში 15 შეყავდა კიევის დინამოელი რა. ისინი ვინც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რო თამაშობდა კიევის დინამო, ძირითადად როდებოდნენ, მაინც შეყავდა ისინი ნაკრებში. მოკლედ არგენტინა საბჭოთა კავშირია ამხანაგური თამაში. მწვრთნელი მენოტია და კარში დგას ეს უგო გატი.
ну მოკლედ მართლა ეხა სასწავლო დრო არ ძალიან მაგარი კიევის იმიტომ კი არ ვამოფერხა ძალიან მაგარი კიევის დინამო იყო და ეხლა ეკუთვნოდა 10-დან 9-ს ეკუთვნოდა მართლა იმ ნაკრებში თამაში და ოლიმპიადა ქონდათ მოვლილი 60-დან მართლა მაგარი გუნდი ყავდა და ბაიერნს უგებდა რომელიც გერმანიის ნაკრები იყო ფაქტობრივად ნუ მოკლედ დაიწყო თამაში და ნუ პირველი ტაიმი საბჭოთა კავშირის ნაკრების უპირატესობით მიდის ძირითადად არგენტინის ნახევარზე თამაში და უგო გატიმ რამოდენიმე კარგი ბურთი აიღო რა ტაიმის ბოლოსკენ გადაუგდეს ბურთი გაიქცა კემპესი გაიტანა გოლი რა და 1-0 მორჩა პირველი ტაიმი ეხლა მეორე ტაიმს რო გამოვიდნენ მოთოვა მოედანზე და წარმოიდგინე რა ხდება ეს რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას ცენტრს აქეთ თეთრი აი ესე სამჯერ იყო გახაზული სამ ადგილას რა სამჯერ გადმოვარდა სუბურთი მეორე ტაიმში ცენტრს აქეთ დანარჩენი თამაში მიდის იმით იქით კი არა საჯარიმოდან არ გამოდის ბურთი რა არ ვიცი ეხლა წამში რამდენ ბურთს იღებს უგო გატი და ეხლა რატო ყვები ამ ისტორიას მოკლედ ვერ გაუტანეს გოლი 1-0 მორჩა თამაში არ ვიცი მაშინ არ იწერებოდა ეს სეივები და ეს ვირამდენი აიღო მაგრამ ხა რატო ყვები ამ ისტორიას იმიტომ რომ მე ერთ კონკრეტულ თამაში მეკარის ეგეთი თამაში არ მინახავს ეს იყო ნუ რა ვიცი სასწაული ის იყო არა თან და მე რა მოხდა ეხლა ეს უგო გატის ისტორია რითი დამთავრდა ეს უგო გატი იყო კარში კაპიტანი იყო ცენტრალური მცველი კარასკოსა და მსოფლიო ჩემპიონატამდე 3-4 თვით თუ რა ასე მენოტის ამხანაგური თამაშები აქ არგენტინის და გამოიწახა რა ნაკრებში და უგო გატიმ და კარასკოსამ უარი თქვეს ნაკრებში თამაშზე რომ იმიტომ რომ არ გჯერაო რომ არგენტინა გახდება მსოფლიო ჩემპიონიო და სხვა ნებისმიერი შედეგიო ჩვენთვის არომატებულობა იქნებაო და ნაკრებში არ ვითამაშებთო რა და ამიტომ არ ითამაშეს 78 სოფლიოზე კარში დააყენეს ფილოლი კაპიტანი გახდა პასარელა და არგენტინა გახდა ჩემპიონი ასე დამთავრდა ეს ისტორია მაგრამ ის ერთი კონკრეტული თამაში ნუ ეხა ბიზნეს კი არა ნამდვილად მე რამე ყوار შემეშალა აბსოლუტურად მართალი მე აქ ესე რა ქვია ილონანებაშვილი ყავდა სტუმრად და მაგას აქ ძალიან კარგი ესე რა ქვია საიტი იმაზე გვერდი Facebook-ზე და მე აქ რომ დამთავრდა ეს თამაში მკითხა შენი ვერსია მითხარი რომ არგენტინის ნაკრების ვინც და ნუ კითხე გამორჩეულად თუ იცი რომ რას მეუბნები თქო ის ფეხბურთელები ვინც მე მიყვარს თუ მაგარ შარში გაერხვია თუ უძლიერესი თქო და არო შენ ისო და კაი მეთქი და კარში დავაყენე გატ უგო გატ ხო მაგრამ ეხლა ერთი რამე შერამენი თამაში გაქვს უგო გატ ეგ ეგერთი რა ჩემნაირ ეგერთი და ეგ თქვი გესმის რომ მე ერთი თამაში მე მეკარეს ეგეთი არ მინახავს ხო და დარჩენილი კოლაჟებია მე მარადონა არ მოხვდრა მარადონა და მესი არ მოხვდნენ იმ ხო და მე უკვე რაღაცას უწერე დაწერა ეს იდიოტია იმას ხო არ გისმენე რას ლაპარაკობ მე ცალკე ეს ილო ყოველ ძერზე არაკასო ვეკით სხვა რამეს ვეკითხები რომ ვინ შენ ვინც გიყვარდა და ვინ შეგაყვარა და მე ხა იქ მაშინ თვა მქონდა ამიტომ თვიანი ესენი რა ქვია ზელთვიანი ვიღაცა ტიპები იყვნენ გესმის რაღაცა კემპესიც არ შემეყვანე ამ ნაკრებში შეუღანე ბრინდიზი და იმ პერიოდის ვიღაცა ესენი ვის გამოც მე დავიწყე ფეხბურთის კომაგობა და თქვა ვიღაცა რაც კიდე მაშინ მქონდა და რაც კი დი სტეფანო და სივორი შეუღანე ორივე გადაჭერ კიდე არა ისინი არის ის მე ვინცერდა იმან დი სტეფანოსთან ვინად არცილორი და იცის მესი და მე მაგინად გარდა ცოცხალი და რა ვიცი კი ხო მაგრამ ეხლა ცოტა სხვანაირად რო შევხედოთ მე ვერ წარმომიდგენია ვერანაირი არგენტინის
ყველა დროის ნაკრები, რომელშიც მარადონა და მესი არ იქნება. უყურე, მე ვამბობდი რომ მე ვისაც მარადონა არ გიყვარს. იმიყვარს, კაცო, როგორ არ მიყვარს მარადონა, მაგრამ აბა ბრინდისი უფრო მიყვარდა, იმიტომ რომ იმის გამო დავიწყე ამ რაღაცაები და ფარდიდან მაისურების შეკერა, აი ბრინდისის ბაზავდი, მაგ გაუტანა ბრაზილიას 64-ში არანორმალური გოლი და ჯარიმიდან და აი ის იყო ჩემი რაღაცა ესა და 78-ში იყო ისა რა ვქნა ბერტონი რომელზეც ვიждებოდი გაიგე და ამიტომ ისინი შევიყვანე ხე და 11 თავდასხმელი ხარ მეყოლებოდა ხე გუნდში კარგი მოდი მე მაგალითად კემპეზე უფრო ბერტონის და არდილეს ხო და ეგენი შევიყვანე მე და რა მე არდილესი ძალიან მომწონდა ბერტონი და არდილესი ძალიან თან 82-შიც კარგი იყო არდილესი კემპესისგან განსხვავებით კი კემპესი უკვე ის იყო იმ ტრაუმებმა მაისურის და პირველი ნომერი დახეული მაისური ხო კარგი დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ მეორე თემას საქართველოს ნაკრები ქება და ქება სვანას ჩვენს რამას სვანას იმიტომ რომ შეიძლება ეს არ იყოს ისეთი ფეხბურთი, რომელიც თქვათ, აი ჩვენ ქართულ გულშემატკივარ სტადიონზე მისულებს გვინახავს და კიდე იმიტომ მივდივართ, რომ ეს ფეხბურთი ვიხილოთ, მაგრამ რა რესურსიც აქვს ამ კაცო წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიიდან დაამტკიცა, რომ ნებისმიერ გუნდთან, ფავორიტთან უმაღლესი ხუთი წამყვანი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში დათამაშები, მოთამაშეები შეკრულმა გუნდებმა შეიძლება გამოვიდნენ, კონდეთ მეტჯერ ბურთი, იყვნენ უფრო მეტჯერ ჩვენ ნახევარზე, მაგრამ ფაქტია რომ ბოლოს ტაბლოზე ავიხედები და რამას სვანაძის გუნდს აქვს მოგებული თამაში. სიმეონე. ხო და აგერ ახლა ვერ გეტყვით იმასაც რომ ხო, ვერ გეტყვით იმასაც რომ ახლა თქვათ ეროვნული ნაკრებიდან ისეთი ვარსკვლავები დაახმარეს ან ერთხელ აი პირველად კი ახლა იქ ყველა არა, მაგრამ ნაწილმა ხო ითამაშა და მათზე მადლობაც ძალიან ყოფილები ვიყავით, ამიტომ ეხლაც ხო არ არის რომ ეროვნულს არ ჭირდებოდა და აბა შენ წაიყვანე ყველა და იმათ ხარჯზე თამაშობს. არა, ეს კაცი ის ევროპის ჩემპიონატი რომ დასრულდა და გვეგონა ჩვენ რომ იქ ვეღარ მოვხვდებოდით, იმიტომ რომ მასპინძლები აღარ ვიყავით, შეკრიბა გუნდი სელექცია ჩაატარა, ამხანაგური მატჩები, ქვეჯგუფი, იქაც ქვეჯგუფში არ ყავდა იოლი მეტოქეები, იქ მე ხორვატიასთან არ გინდა გავიდა ახალგაზრდა პენალტები და გავიდა მოვიდა ფინალში, ახლა პირველი თამაში ისეთი იყო, რომ რო ჩახედავდი ცხელში ეგ თამაში უნდა მოგვეგო აუცილებლად თუ რაღაცა გვინდა, ხო? იქ მე რას წამოვეკიდებით რამდენ ქულას. ეგ ახლა გვაჩვენებს მომავალი და იმედი გვაქვს, მაგრამ ეს ხო მოსაგები იყო. ბოლო წუთზე იყო, ესე იყო, ისე იყო, არასანახაობრივად იყო თუ რანაირად აიღო კაცო და ახალგაზრდობა მახსოვდა სულ რა კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. ხო რა. არანაკლები გვარები იყო, არანაკლები მართლა მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავდა, მაგრამ ვაგებდით, კარგათაც თამაშობდით, მაგრამ ვაგებდით და მე მირჩევნია ახლა ზუსტად ამავე პათოს გავიზიარებ, რომ ასე იყო თუ ბოლო წუთზე იყო თუ წვალებით თუ რამდენი ყვითლებით და რამდენი ბრძოლით, მაგრამ მოვიგეთ, ფაქტია რომ მოვიგეთ და გახარებულები ვიყავთ, ხო? იმიტომ რომ სიმეონე ეს გუნდი არის სვანას გუნდი. იქ ვინ თამაშობს? ვარსკვლავიც როცა არის, მაინც ეს არის მწვრთნელის გუნდი. ამას ხშირად არ ამბობთ ხოლმე, ხო? ეს ამ ინტერპრეტაციით, ვიღაცას მოწონს, ვიღაც არ მოწონს, კარგია, ცუდია, არ არის ლაპარაკი. ეს არის აი ის განსაზღვრება, რომელიც ყველაზე უფრო უხდება ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ამ გუნდს, რომ ეს არის აი მწვრთნელის მიერ შეკრებილი და მწვრთნელის მიერ მისი გუნდია რა. მისი ამოცანები, მისი დავალებები ეთყობა, რომ მოთამაშეების პირველ რიგში არა ის არის, რომ ინდივიდუალურად ვინცად გავარდება. ესეც არის, მაგრამ ხო არის საფრანგეთი. ხო არის საფრანგეთი. ყველა ვნახეთ ის ხო როგორ мотиваციას როგორ აძლევს, როგორ თვითონვე იძახის, რომ ეს არის ხასიათის გუნდი, ხო? და ვიდეოებიც ხო ვნახეთ ყველამ, ხო, რომ აი როგორ ქოქავს ასე თქვა და პრინციპში ყველა ვისიც შეიძლება გეშინოდეს ნათამაშები. ერთი რა მომეწონა კიდე რა, ყველგან დავინახე სანიოლი. აი მაგის თქმა მინდოდა.
ვილი სანიოლი იყო ყველგან ამ ახალგაზრდულის გვერდზე. ხო და აბა ეგ იყო. ავტობუსშიც იყო და თამაშზე ძიჟდა და მაგი იყო რომ თქვით წინაზე და სასაყვედურო რამე ქონდა საერთოდ მე კი ითქვა მე ფედერაციამ ახსნა ეს ყველაფერი რომ რაღაცა ძალიან რთული პიროვნული რაღაცა მომენტები ქონდაო და იმიტომ არ იყო მაშინ თორე გაკვირვება წინა ჯერზე საშინაო ჩემპიონატის დროს საყვედურებით ეხლა როცა არიცი გესმის ეხლა ხო არცოდვას ვაწვევი ეხლა ამიტომაში გესმის მაგრამ თუ არ მეტყვი რომ რაღაცა ცის გამო არ არის კაცი აქ ხო ეხლა თბილისში ტარდება ევროპის ჩემპიონატი ხვალინდელი შენი აქ არის ზოგი სულასავიდან და 7 კაცი თამაშობს შენი იმიდან რა ქვია ნაკრებიდან და შენ აქ არ ახადა აღმოჩნდა რომ რაღაცა მიზეზები მართლა საპატიო ქონია ეს ოღონდ ეს მე გითხარეს რა უკვე როცა გაისმეს კრიტიკული ისე მარტო ჩვენზე კი არა და ყველა მაგას არავის არ შეამოვნებოდა მეც მე მოხდა თვალში აბა თქვენი აზრი ახალგაზრდა ნაკრებზე რა ვიცი რა გითხრა მე მაგალითად ეხლა ვისთანაც გქონდა შეიძლება საკამათო რაღაცა ხომბულდე მაგრამ არ დამეთანხმენ უბრალოდ ბევრი ვისთანაც გქონდა ამაზე საუბარი მე ეს გუნდი უფრო მომწონს ვიდრე ის გუნდი რომ აი საქართველოში რო ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 21 წლამდელების ეს გუნდი უფრო მომწონს ვიდრე ის გუნდი რა ამათში უფრო რაღაცნაირად სხვანაირად უფრო გამოკვეთილ ფეხბურთელებს ხედავ რა ამათში რა რომლებსაც აი ჩემი აზრით მომავალში შეუძლიათ უკვე პირველ გუნდში თამაში. ხედავ ამ ფეხბურთელებს. აბა ყველაზე მეტად ვის თუ დავიწყო. მომინაძეს და ოდიშარი. პირველ რიგში ჩემთვის მომინაძეს და ოდიშარი. კი. მომინაძე არის ისეთი განსხვავებული. სულ აი პირველად როცა ეს ფეხბურთელი. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ეხა გოლი გაიტანა და რაღაცა, მაგრამ ყველა მე თან მოვდივარ საიდან იცი? ხორვატია აი გინდაც ხორვატიაში თამაში, გინდა ის მაგალითად რომ გოლი საოცარი გოლი გავიდა ის. ნათქვამი მაქვს და ბიზნესთვის ცალკე ნათქვამი მაქვს და ლაშა იყო იქ წყალტუბოში შემთხვევით დაემთხვა ისე რომ ხა სპეციალურად მაგ თამაში არ ვიყავით ჩასული მაგრამ წყალტუბო ეთამში გაგრას თუ არ ვწდები და ლაშა იყო იმ თამაშზე დელეგატი და მეც იქ ვისვენებდი და შევხვდით ერთმანეთს და იქ მე მიშეიაშვილმა მიგვიწვია და მივედით ამ თამაშის საყურებლად ეხლა რომ ჩვეულებრივი რიგითი მატჩია რა თქმა უნდა იქ ვიყავია ვისარგებლე შემთხვევით მიყვართ ხოლმე რეგიონში მიყვარს სხვანაირად ხედავ რაღაცებს და ეგრევე დავინახე თუ არა დავინახე თუ არა ეს ბიჭი მაშინ ჯეხო არ იცოდა ფართო საზოგადოება მეგონი არც იწვევდნენ მაშინ დავინახე ნაკრებში იყო ასე პატარებში რო დავინახე თქვი ეს ვინ არის მეთქი საოცარი ბიჭია ვიღაცა ამაზე მე უბრალოდ ეხა ჩემი სენტიმეტრებით აი ჰოლანდიელებს რო აი მონესკენსო და მონანინგო ტიპები თხელი მაღალი ნახევარწელები რო ყავ ბევრს რო შრომობენ და იქით რომ ირბიან და მორბიან რო დავინახე გადავირია ამ ბიჭზე იმის მერე სულ მოყვები და ის გოლი ხორვატიაში არის ხალიანობაში რაღაცა სადაც და მე მეწყინა კიდეც გაუშვეს სადღაც წავიდა ხო იმენა წავიდა მაგრამ ერთი რამეც უნდა ვთქვა ძალიან კარგი ბიჭია მოკლედ რა მე ისე ვაფას პოლონეთი ცუდი გუნდი ნამდვილად არ იყო მაგრამ ეხ პოლონეთზე უფრო ძლიერი გუნდები გველოდება აწიდა თუ არ მოუმატეს ამ თამაშით იგივე შედეგი იმ გუნდებთან ვერ დადგება კი თან საფრანგეთი პირველი თამაში ვერ მოიგო გოლიც ვერ გაიტანა ვერ მოიგო კი არა თან არ მოიცი უნდა წაეგო იმიტომ რომ პორტუგალიას თუ რაოდენობრივად მომენტებს თუ არ აიღებ იმითი რა ქვია რაოდენობრივად დაახლოებით თანაბარი ქონდა მაგრამ იმითი რა ქვია სიმწვავით გაცილებით უფრო მწვავე მომენტები მაგრამ სტრატეგიულად მათთვის რადგან ფავორიტებად გძნობენ თავ შეიძლება ფრე ორივესთვის მისაღები ყოფილიყო აი მაგაზე მინდოდა მეთქვა რა რაღაცათო მაგ თვლიან რომ ეს რა ქვია 3 დღე თუ ვიქნებით ცხრილში პირველ ადგილზე ეს ძალიან მაგარი რამე და თვლიან რომ აუ ჩვენთვის რა კარგია რომ ის თამაში ფრემორჩაო მაგას ნამდვილად არ ვეთანხმები რა მე მგონია რომ ჯობდა რომელიღაცას მოე ერთი მაინც დაწინაურებული რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში შენ მეორესთან მოგებული შენ უკვე გეცოდინებოდა რომელ გუნდთან უნდა გაგეკეთებინა თამაში აქცენტი რა კი ბატონო ზუსტად ეგრე აბსოლუტურად არ ვეთანხმები რომ აუ მაგარია იმათი თამაში რომ ფრემორჩა
3 დღე ვიგნებით პირველ ადგილზე რა. სამაგერად ის ორივე თუ მოუგებს პოლონეთს უკვე 4-4 ქულა აქვს ორივე. არა, ის პოლონეთიც არ არის საჩუქარი, ვერ იტყვი რომ ორივე მოუგებს. შეიძლება მე იმას კი არ ვამბობ რომ ვერ მოუგებენ მე. შეიძლება მოუგოს ორივე პოლონეთს, მაგრამ აი ერთ-ერთს რომ მოეგო, ჩემი აზრით ჩვენთვის უკეთესია. ეხლა მოდი მეორე მხედრიდან შევხედოთ. ჩვენ ვამბობთ რომ ცხილს შევხედეთ და იწყებოდა ტურნირი, ესეთი წარმოდგენა ქონდა რომ აუცილებლად პოლონეთთან არის მოსაგები, ხო თუ რაღაცა გვინდა და მე ვიფიქრებ. ეხლა თქვენ პოლონეთის მხრიდან შეხედეთ. პოლონეთი რა სიტყოდა? იგივეს ფიქრობდა. ეს თამაში მათთვის იყო აუცილებლად ხო, დაგეგმილი მოგება რომ მე იქ ეჭიდავთ რაღაცას მიიღო. ეხლა რა საშინელ მდგომარეობაში და მე სულ არ ბრაზდები ხოლმე თუ რა თქმა უნდა ეხლა რაღაც უხეშად არ არის თქვენ იმაზე რომ აი შემთხვევით გაუშვით 2 გოლი და რაღაცებს რომ ამბობენ ხოლმე პოლონეთის თელმოდგა ისეთ რა გუნდმა მოიგო არსაიდან იყო და რაღაცები იცი რა იძახონ ეგრე რომ ჩვენ ხო მოგებული გვაქვს და პირიქით ეგ არის გამწარებული უსუსური ადამიანის კომენტარები და საერთოდ არც ის მაგრაზებს ხოლმე ნორვეგიის ან ვიღაცის გუნდი რომ ჩამოვა აქ ევროთასებზე რა ვიცი მე საიდან აღარ ჩამოდიან მით უმეტეს რა უნდა გაგაბრაზოს რასაც ამბობენ ეგრეა და რომ იტყვი ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედი და რო ატყდება ხოლმე რომ აი ეს როგორ გაბედეს და ეს რა აბა რა სიტყვის ეხლა წუთნელი იმაში რომ ჩამოვა აქ სათამაშოთ ფეხბურთის ხო იტყვის რომ მოსაგებად ჩამოდიო კარგი მოკლედ ესე იგი გაგვიხარდა ეს მოგება და შეიძლება ფავორიტები არა ვართ არც ერთ დარჩენილ შეხვედრაში, მაგრამ უიმედოთაც არ ვგზნობთ თავს, ხო? გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭები და რაც თავარია, მათი მწვრთნელი კიდე რაღაც სასწაულ ფოკუსს გაგვიწერებენ. ვერ დაადანაშაულებს საფრანგეთთანაც და პორტუგალიასთან რომ წააგო. ვერავინ ვერ დაადანაშაულებს. უნდა მოგეგო აუცილებლად ეხლა იმას. არა, გეთახმებ, წნეხი მოეხსნა, ხო? მოსაგები მოგებული. არა, წნეხი მოეხსნათ. ეხლა ბევრად უფრო თავისუფლად უნდა ითამაშო, ხო? გაიხსენე დაახლოებით იგივე მოხდა იმ წინა იმაზე. უბრალოდ იქ საერთოდ არავინ არაფერს მოგებას არ ელოდებოდი პორტუგალიას რომ მოუგეს და მე აიღეს და კიდე რა ნაკლები ესენი იყო იქ რა იყო იქ საერთოდ რაზე ფიქრობდით რომ ამას მოიგებდნენ იქ ა მიუხედავად იმისა რომ მე რაში მინდა იცი დაგეთახმო იმ ჩემი სიმპათიები გარკვეულწილად რატო იხრება ამას გავიზიარებ მე შენს პოზიციას ამ გუნდის მიმართ იცი იმიტომ რომ იქ ისევ და ისევ გამომდინარე იმიდან რომ იმ ნაკრებში ახლა თამაშობდა მამარდაშვილი ზურიკო ამ ჩამოვიდა იმაში შოტლანდიაში ჩატარებული თამაშის მერე ჩამოვიდა ნახევარი გუნდი იქიდან ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ და კიდე იმის პრეტენზია ჰქონდა რომ ხვიჩა და ჟორჟი რატო არ დღემდე რჩება ეს რაღაცა ხინჯი რომ იმათან რატო არ ითამაშდა ანუ იმის იდენტიფიკაცია იმ ფეხბურთელების და იმ გუნდის როგორც ახალგაზრდულის მე ბოლომდე არ მქონდა იმიტომ რომ თამაშობდა იგივე ხალხი რომელიც თამაშობს ძირითადად პირველ ნაკრებში ხო მაგიტომ თქვი მე ბიზინა მე ის არ მიგულისხმი ახლა ცხადია პირველი ნაკრების ფეხბურთელები დაკომპლექტებულ მაშინდელ ახალგაზრდულ ნაკრებს ამას ვერ შევადარ მე ვგულისხმობდი იმას ვინც არ თამაშობდა ვინც თამაშობდა მანამდე რა ხო და ამიტომ ეს უპასოვანია ჩემთვის მაგას გონი ახსაქმელად გუნდა სხვა გუნდათ ჩემთვის ეს შემადგენლობა უფრო ზოგადად რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ იმაზე ტიტულები კარგია ნებისმიერ ასაკობრივ ტურნირზე და ვინ იტყვის ამაზე ვარს მაგრამ თავარ ამოცანად ახალგაზრდული ნაკრები გუნდების ჩემი აზრით მაინც რჩება ის რომ ეროვნულ გუნდს გაუზარდოს ღირსეული ცვლა იმის მოგებას ახლა რაღაც ტურნირის და მე იმ 22 კაციდან არავინ რო არ მოხვდეს ნაკრებში და არ იყოს წარმატებული ჯობს რომ გავიდეს მესამე ადგილზე სიტყვაზე ან ნახევარფინალში შევიდეს და მე ვერ გავიდეს ვერსად და სამაგერად ერთი 5-6 კარგი ფეხბურთელი მიცეს ეროვნულ ნაკრებს ესეა მთელ სოფლიოში და კი ბუნებრივია ძირითადი აქცენტი ამაზე კარგი რა ხან სოფლიო ვახსენეთ მოდი ხო არ გადავიდეთ ჩვენ არ შეგვიჯამებია და წინა გადაცემაში ვთქვით რომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ერთა ლიგა ერთა ლიგაზე ხო იმიტომ რომ ერთა ლიგის აი ამ 4 ტურნირმა ხო ამ საფინალო 4-ულმა
მე პირადად დამიტოვა რაღაცა საოცრად პოზიტიური შტაბ-ეჭდილებები და ლევანმა წინა ჩვენი შეხვედრა ემთხოვა ჩვენი აზრები ერთმანეთს, მაგრამ ამით არის ცხოვრება საინტერესო. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იშვიათი შემთხვევა, როცა ყველაფერში თანხმედრა გვაქვს, იმიტომ რომ მართლა აი რასაც ვლაპარაკობთ ბოლოს და ცოტა ეჭვით უყურებთ ხოლმე რომ მართლა ესე ხო არ მეშლება და არა მართლა ასე ყოფილა რომ ბრუნდება შემტევი ფეხბურთი და გოლები ეხა 0-0-ისა მე რამაჯერმე ვთქვი ეხა იცით რომ ცოტა ესეთი რა ქვია ცინიკური რაღაცა ესენი მახასიათებს და არ მინდა ეხა რომელ პერიოდზე ლაპარაკისას მივხვდებით რაღაცა პერიოდი არ დავდიოდი სტადიონზე და რომ მეუბნებოდნენ რომ სკემს ანდახა რატო არ იყო მეუბნებოდნენ რომ 0-0 სანახავად მე ვერ წამოვა საგულშემატკივრად მე ვერ წამოვა და იქით ამ ხარაში არ გადავდივართ პრინციპულად მეტოქის ნახევარზე ეს გუნდი ვერ გადადის და ესე იგი მე უნდა წავიდე იყო უკეთესი ხო მაგას უნდა უგულშემატკივრად 0-0 განთავდა ეს გესმის რომ ჩვენ არ გავუშვათ იმიტომ რომ გოლი ვერ გავგვაქვს იქ არ მივდივართ არ ვიცით რომ იქით უნდა წავიდეთ იმაში წინ და რაღაცა ვიარო იქ თქო ხო და ეს ტენდენციები ბევრწილად სხვადასხვა მიმართულებით სამწუხაროდ გავრცელდა და დაიწყეს მე ანგარიში ამისი ვინ რამდენი პასი გააკეთა 0-0 კი მაგრამ 17 კილომეტრი ირბინა ვინაჩი რამდენი გაირბინა მე იმითი რო გაშრა მოედანი აჩქარა სისტრაფე თუ და ამ რაღაცა იმითი აბსოლუტურად უაზრო სტატისტიკით არიან დაკავებული და სანამ გადავალთ სიტყვაზე რადგან ბერტონი ახსენეთ არავის არასდროს არ გაუზომია რამდენი ირბინა და რამდენი ზუსტი პასი გააკეთა და იმ დრიბლინგზე თავდებოდა ერთი რო გააკეთე ვოვოგუცაევი ორ რაღაცას თუ გააკეთებდა თამაში და ნიკოლინს მე ესეთი გამასხარებული ნიკოლინი არ მინახია ეს იმას აღარ მეცინებოდა თბილისში შემოდიოდა ეს ნამდვილი ნიკოლინი იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს უშვებოდა ეს ამ ნიკოლინს იმას მეორეს მახავი კონს და იმას მაგრამ ასე ყოფილა მიშა მესხით ხო ეხა იმას ის მიშა მესხი ეხა მე რაც ვიცი სხვა მოგონებები ეხა მამა ჩემს მოყოლი ძირითადად იდგა ცენტრალურ ხაზთან კი ელოდებოდა ბურთს რომ მიიღებდა და მე ახდენდა სასწაულებს და მეორე ტაიმში კარებებს როცვლიდა ხალხი გადადიოდა მეორე მხარეს რომ ეყურებ მიშა მესხისთვის და ეგ არის ხო და იცი რა მაშინ რო დაეთვალოთ მიშა მესხისთვის ალბათ რამდენი გაირბინა საერთოდ მოედანზე არ 10 წელი არ შეუშვებდნენ მოედანზე ის ხალხი ვინც გადავიდა მეორე ტრიბუნაზე გაცილებით მეტს გადადიოდა იქ იმაში რა ქვია ვიდრე თვითონ მიშა მანძილს გადიოდა. ხო და გადადიოდა. რა მინდა იცი თქვა? აი აუცილებლად უნდა გითხოთ ეს, იმიტომ რომ ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ახლა მე რაც ვილაპარაკე, ამას ამბობდა. ისე ღიად დეკლარირებდა, სხვა შორის ვარსაც გადაკრა ერთი-ორჯერ ისა რა ქვია, უკბინა რომ თქვა რომ ვარმაო ფეხბურთის სიხარული გააქრო, ესე გოლის სიხარული გააქრო, იმიტომ რომ ველოდებით გაგვიხარდა ნუ თუ არ გააქრო, გაახუნა. ეს არის ეს პოსტეღოლო. რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე მოიგო კაცმა. ტოტენჰემს არ მოუგია არაფერი. იმიდა რა ქვია 40 წელიწადია იმას რომ მოუგო რა ქვია UEFA-ს თასი რომ მოიგო იმასთან. ანდერლეხტთან. არდილესიო რო ახსენე დღეს არდილესი იყო მაშინ იმედაგან ხოდლი და ესენი ხო იმის ერი არ მოგია და 2008-ში ხო 2008-ში მაშინ კარგი ტოტენჰემი ძალიან კაი ტოტენჰემი იყო იმის მერე საერთაშორისო ტიტული არც იქამდე ერთი აქვს მოგებული ხორბანი ბევრი აქვს ძალიან ორი აქვს მოგებული და ესა 2008-ში მოიგო თასი ლიგის და სიუცეში არ მოგია არაფერი წავიდა იქა ეს მანჩესტერ იუნაიტედი ასეთი ფეხბურთით, ისეთი ფეხბურთით თუ რაღაცა არც ინგლისში არის განებიურებული რაღაცები, ხო? ჩემპიონთა ლიგაში შევიდა. და მარტო ეგ რა დღის. ამ ავტობუსიდან სახსან მიიყვანეს და გადმოაგდეს და გააგდეს სახში. მე ბიზნა მომიყვარო დამერეკა, ხო, ამისგან გავიგე ეს ამბავი. მე ვთქვი რომ ეგეთი ნუ მახსოვს რა თქმა უნდა ჰაინკესის გაშვება რეალს რო თასი აღებინა, ეგ ძალიან უცნაური იყო, მაგრამ
ყველაზე უსამართლო მოხსნა რაც კი მე ცხოვრებაში მინახავს თქო არის რანიერი რომ მოხსნეს ლესტერიდან იმიტომ რომ იმით ქარხნის მუშა მოვიდა მიდან დაზგიდან და გახდა ბომბარდირი და ჰავრიდან ჩამოიყვანეს ფეხბურთელი სხვის მაგივრად ის არ უნდა ჩამოიყვანათ მაგრამ სხვა ჩამოიყვანეს და ის გუნდი გახადა ჩემპიონი მეორე წელს ლიგის ჯგუფიდან გავიდა ხო მაგრამ ჩემპიონატიდან ვარდებოდა გავიგე მე ხა მაგრამ მაგკაცი გასავარძო კი მე გეთანხმები იმაში რომ უსამართლობა იყო მაგრამ არა ეს ვარდებოდა ბოლო სამ გუნდში იყო რა ლესტერი ბოლო სამ გუნდში იყო იმის წინა წელსაც ჩემპიონი ვარდება გუნდიო ინგლისის ჩემპიონი არა ესა მე ისე მე-17 ადგილზე გავიდა მე ვიცოდი რა დაუშვებდნენ ჩემპიონი არა გავიგე რომ ის არის უნამუსო კაცი ის ლევი თუ ვიღაცა რა ხო და რანიერი რანიერი ეხლა იუარა ხო რანიერი მეხლა იუარა იტალიის ნაკრების გაწვრთნა და მე მგონი ეხლა ჯერ ერთი ამ იტალიას რა უნდა უყოს არა ისეთი ცდუნება არის თორე გასაგებია მაგრამ მე უბრალოდ დავწმუნდი რომ რანიერი ყოფილა ჭკვიანი კაცი კი ნამდვილად ეხლა ამასაკში კიდე გამოვეკიდონ ამასაკის გარდა ამასაკის გარდა ვერ გაიქცა ვინ უნდა მოიყვანონ დღევანდელ დღეს იტალიის მწვრთნელად რომ აი რა რესურსიც აქვს დღევანდელ დღეს იტალიას იმან რამე შედეგი დადოს ის ხდის ბოდიშებს ახლა რა ქვია შემეშალა დამაბრუნეთ უკანო გუშინ ინტერვიუ იყო არა სპალეტი არა სპალეტის რატო გააგდეს მოდი ისიც ჩავთვალ ბარემ და საერთაშორისოზე ამეთი გადავიდეთ რა ძალიან ჩემი აზრით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მე გააგდებენ ახლა 7-0-ს რომ მოგიგეს არა ნუ ეხლა რა არის გუნდი შედეგს აღწევს იმით რომ 2-3 კარგი ფეხბურთელი ხომ მაინც უნდა ყავდეს გუნდში ხო აბა ვინ ეხლა ის რა ქვია ვერც ვიცი რასპადორი, ბარელა და ის ასეთი უსახელი ინგლისში რო დამეშო. ისე არასოდეს კიეზა. კიეზა საერთოდ ნოლია ის მეორე. კიეზა ნიუკასლში ბელოტი კი არა, რაგვარია ეს ხო რო არ ათამაშებდნენ რაღაცა პერიოდში რა. ნახევარწველი რო არის რა, რაღაც ტოტალიზატორების სკანდალიო და რაღაცა. ტონალი. ახლა მაგით აი შენ როგორ წარმოგიდგენი, აი ვინ უნდა მივიდეს? არა, ერთადერთი ხარ. მაგით გუნდმა შედეგი და არა, რესურსი. როგორ რაღაცას გეტყვი, იცი აი კაზირაკის დონის ფეხბურთელი არ ყავთ გუნდში რა და კაზირაკი თვითონ მე რამდენი ნაკრებში მოხვდება კაცმა არ იცის, ხო, რომ შევკრიბოთ. უნდა ძალიან სწორი იქნა იმ რანიერიმ რა. ჩემი აზრით ეს იქნებოდა მაგისის სამწვრთნელო კარიერის დასასრულის ბოლო შავი ლაკა და მორჩა ამ ლაკაზე არ მოაწერა ხელი ამ კაცმა და ჭკვიანი კაცი ყოფილა. ჩემი აზრით ჭკვიანი კაცი. ამ დონარუმას ვერ უშველა, იმიტომ რომ ხო არა მეწოდება ეს დონარუმა. ამანას ვერ უშველა ნორვეგიასთან ახლა 3-0 ჩვენ არ დავაგეთ. არა ნორვეგია დულიერებუნდია. წელს არც ეგეთი არ არის ლაშა და გამოჩნდება რომ იცი რა მართლაცნიერები ვინც იყვნენ იმათთან იტალიას 3-0-ს როგორ წავაგებდა ხა იტალია შეიძლება 1-0 წაეგო ან რაღაცა ხა ბრაზილიას და 60-ში 4-1 წააგო მაგრამ ისე რა ბრაზილიას ნაირი გუნდი გოლის უარ ყოფილა ფეხბურთის ისტორიაში მეც ბანკას გეთანხმები მაგრამ კიდე ერთი არგუმენტია იქ იმიტომ რომ მაგას რო არ ქონოდა ის 4-3 მასთან რა ქვია მაშინ და დასავლეთ გერმანიასთან მე მაშინ რა ქვია ნახევარფინალში ეგ მე არ ვამბობ რომ მოიგებდა მაგრამ 4-1 წააგებდა იქ რა ვეღარ დადიოდნენ იმის მერე აბა კარგი გადავიდეთ ახლა იმაზე რას ვთქვი მოდი მაშინ რადგან ახლა გადავიდეთ იმ ტურნირზე პირველი რაც მე ამ ტურნირზე მენიშნა და აგერ კაცი ირაკლი შარაბიძე არის გერმანიული ფეხბურთის გულშემატკივარი ბაიერნის თან და ნაკრებისაც მინდა ვკითხო მე ესეთი რამე რომ იქ კომენტატორებმაც თქვეს და ბევრი ამბობს რომ გერმანიამ დაკარგა ის თავისი იდენტობა იმასთან რომ ეს იყო გუნდი მანქანა რომელიც 4-0-ს აგებდა და 5 წუთი რჩებოდა და ვერ იტყოდი რომ გუნდმა წააგო ბოლო წუთებს ყველაზე კარგად თამაშობდა კაჩავდა ომობდა მიაწვებოდა რაღაც ენერგიას ჩართავდა და
ეხა უყურებ ამ გერმანიას და პირიქით არის იგებს და მე წააგებს ბოლო წუთებს და მეორე ტაიმში უარესად თამაშობს და ეს ცნება რომ ეს არის მანქანა საერთოდ დაიკარგა იმიტომ არა მანქანა არის გააჩინე მანქანას არა ხო არა მანქანა ხო ბევრი არცავს გეთახმები მაგრამ სამწუხარო ელექტრომანქანა ხო აი გერმანიიდანვე ჩამოყავთ 20 წლის მანქანები მე არ კაპიტალკას რო უკეთებენ აი ეგ მანქანაა ეხლა არა ნამდვილად სამწუხარო ჩემ და სამწუხარო და არა მარტო ჩვენ გადარწმუნებული ვარ გერმანიის გულშემატკივარ ვიცი რატომაც მე დავიწყე გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა და ბაიერნის ეს ის აღარ არის ახლოსაც არ არის ამას იმასაც ვფიქრობდი დაჟე თამაშს რო უყურე ბოლოს რომ აი კანმა რო ფინალში გაიყვანა 2002-ში კორეა იაპონიაში გერმანიის ნაკრები ის მეჩვენებოდა ყველაზე ცუდ გერმანიის ნაკრებად ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში შემადგენლობით ყველაფრით და ნუ მეკარემ მიიყვანა ფინალამდე ნუ ესე არა ფინალი წააგებინა მაგრამ ნუ ბრაზილიასთან წააგო ნუ ხო მეკარემ წააგო ის მეგონა რომ იყო ყველაზე ცუდი ნაკრები გერმანიის მე რაც მახსოვს რა და ეს ნაკრები ეხლა რა ვიცი აი იმიტომ რომ გული შემტკივა და იმიტომ რომ გულშემატკივარი ვარ ამიტომ ვამბობ რა რომ ახლოსაც არ არის აი რასაც ლევან შენ ამბობ რაღაც გერმანული სული რაღაცა ის შემართება მოლოდინი იმისა რომ აი მოატრიალებს ეხლა მაინც რესურსაც ვერ ვხედავ აი ვინ უნდა მოატრიალოს აი შეცვლაზე რომ შემოდის ვინ უნდა შემოვიდეს რუმენიგი რომ მოედანზე იდგა იქ მატეუსი რომ მოედანზე იდგა ეფენბერგი შვაინშტაიგერი ვიღაცა რომ გამოდიოდნენ გრძნობდი ამ ძალას რა ჩემ და სამართლოს და მინდა მე ხა რეზოს კითხო ეს არა იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩვენ ერთი ბევრი საერთო რაღაცა გვაქვს აი ეს ჩვენი ისტორიული გულშემატკივრობიდან გამოდი რა მკითხე იცი ამ უნდა მოსწონ დღეს რა შემოდიოდი იქ ვარ იქა და მე და რეზო მეგობრებო 35 წელიწადია და ჩემი გვარი გახსოვს იქ წერა რაღაცა გვარი ხო გახსოვს იმიტომ რომ ერთი სამჯერ ხან მეცახელებით მიმართავ ხოლმე ხანისთან ჯურა ერთი ორჯერ მართლა და ეს მაგიტო ვკითხე დავასტოპე ხო მე რა გაგიკვირდა მაგიტო ვკითხე ეხა იმიტომ რომ საფეხბურთო გულშემატკივრების წრეებში ხან მუშტაეთში იყო შეკრებები და ხან სადღაც ყოველთვის იყო ხოლმე ჩართული აქტიურად და ყველა საფეხბურთო წრეებში ზედმეტ სახელით მოიხსენებდა შეიძლება მაგიტო ანუ ნაგელსმანის ისიც საფეხბურთო არის ეს საფეხბურთო ეს რას ვამბობ იცი აი ამას რო უყურებდი ახლა რა და შენი შეფასება მაინტერესებს ვიღაც ფეხბურთელები ჩემ და სამართლიანად შეიძლება რა მე დიდი კომაგიხი გერმანულ ფეხბურთს არა საერთოდ ვერ მივხვდი ვინ იყო და რა პრინციპით მოხდენზე კი არ გეუბნები აი გვარი რო გავიგონე ვერ მარტო მივხვდი რომ მარტო გვარი ახლა ვიღაცას ვერ გეტყოდი რა ნაკრები თამაშობს ახლა დიდი ხანია ეგ ეთანხმები მაგაში ბიზნესი აბსოლუტურად და იგივე შეიძლება არ გესიამოვნოს გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ბრძანდებით და სხვებსაც კიდევ ვინც არიან მაგრამ რესურსი არა არა ხო ეხლა რა არის რა შემიძლია თქვა იცი რომ იტალიაზე ცოტა მეტი რესურსი აქვს და რატო ამად ბოლო ვირც იყავთ და უსიალა რომელიც ვერ ითამაშა რომ დამტრეული იყო ეს ორი ფეხბურთელი ვაიწყავთ და ნუ კიდე პლუს კიმი ახლა ამბობენ კიმიხიო მან ახლა კიმიხი არა სამწუხაროა კიმიხი მაგრამ არის ბიზნესი ამ ფორმაციაში მშვენიერი ლამის ცუდი ვარიანტი რა და თვითონ ლამიც ვერ მოხდებოდა ლამი ახლა ცუდი ფეხბურთელი კი არის მაგრამ სხვა რამეს ვამბობ აი გინდაც ლამის და გინდაც ნუ ლამი კალც შეადარებს ლამს კალც არა ხო და მე რას ვამბობ იცი ლამის და კიმიხის პოზიციის ფეხბურთელმა რო თამაში მოიგოს ნუ კი შეიძლება ერთი თამაში რაღაც ასწავლად ითამაშოს დიდი წვლილი შეიტანოს გამარჯვებაში და всё მაგით მორჩება ხო? იმიტომ რომ ხა წარმოიდგინე განაპირა მცველია თუ ნახევარმცველია ალბათ ეგეც კიდე გასარკვევია და იმან რო თამაში მოიგოს. აბა.
და ეხლა გერმანიას რაც შეეხება ამათ ორი ფეხბურთელი იტალიას ის ორი ფეხბურთელიც არ აყავს რა არც ვირცის და არც მუსიალას დონის სამწუთას არ აყავს ამიტომ ეხლა მე სანამ დაიწყებოდა ტურნირი ვფიქრობდი რომ ის დანარჩენი სამი გუნდი და ახლობით ერთი ძალის არიან და გერმანია აი თავიდანვე ვიცოდი რომ მაგაზე სუსტი წესით უნდა ყოფილიყო სახლის ფაქტორი შეიძლება სახლის ფაქტორი და სხვათა შორის რაც გააკეთა იმ ევროპაზე კარგი წვლილია ეხლა მე მაგასაც არ ვებია აი ეს მითხარი აი ეს 4-0-ს ელოდებოდი აქ ესე აი ეხლა იმაში თამაშის მსვლელობაში არა ალოდებით როგორ მე არ ველოდებოდი და მოდი იმასაც ვიტყვი რომ ეხლა თლაც საოთხით 0-ს არ იყო ამას იმან გაიტანა ყველაფერი და ამან ვერ გაიტანა ვერაფერი ხო და არ იყო საოთხით 0 ხო მაგრამ ეს ესპანეთის სასწაულია რა ძალიან მაგრები არიან იცი ღია იყო არ იყო ეს ჩაკეტი არ გაუშვა თამაში არ იყო და ხო იმასაც ჰქონდა რაღაცა ამასაც და ამან ყველაფერი შეალბა და იყო მაგრამ და ასეთივე იქნებოდა იმ ლიგის ფინალი რო გასულიყო ბარსელონა ხო არის სენ-ჟერმენი ბარსელონა იქნებოდა დაახლოებით ასეთი თამაში რაც იყო საფრანგეთი ესპანეთი ისიც წავიდა ამდენი მსვლელის წასვლაზე ვილაპარაკეთ და ეს ინზაგი მაგრამ იმას იმდენი ფული გადაუხადეს არაბებმა და ინზაგიც რა არის იცი ბიძინა ინზაგიც მიხვდა რომ ამოწურა რა რა თქმა უნდა ინზაგიც მიხვდა რომ ამოწურა რა ეხლა ინტერში ამოწურა თავის შესაძლებლობები ძალიან ორჯერ გავიდა ფინალში მე და დასასრულებლად მორჩა მეც ვეღარაფერს ვეღარ იზამ კი აი აქ მითხარი საფრანგეთზე რა შენი აზრით ესპანეთზე კიდევ შეიძლება გვექნება ესა ანუ როგორ შემოაბრუნა ცოტა კინაღამ რო არა შემოაბრუნა იცი რა შემოაბრუნა მე მგონი იმიტომ რომ ნუ მე საფრანგეთი ხუთი თერზე წარმოუდგენელია ახლა ხუთი თერზე გუნდი კიდე ისე თამაშობს და საფრანგეთი თუ გინდა რომ მკითხო ბევრად უფრო არ მომწონს ვიდრე აი ეს წინა პერიოდის კი ბატონო გეთანხმები იმიტომ რომ აღარ არის ისეთი ჩემი აზრით მე გეტყვი ხო რა ვიცი შეიძლება იმდენად გამოკვეთილად არა მაგრამ იმ ჩერკის შემოსვლამ თამაში ძალიან кайფი ფეხბურთელია ძალიან კარგი ფეხბურთელია და მე გაოცებული ვარ რომ 45 მილიონი ღირს და გაიფორმა ცხადია გაიფორმებს ეხლა ვირცი 150 მილიონი და ჩერკი 45 მილიონი არ ვიცი ხო ვინ ადგენს ამ ფას მე საერთოდ ვერ ვიპოვიდი მაგათ შორის სხვა არა მართლა შერკი მაგარია შეიძლება ესეთ რამეს ვამბობ მაგრამ ეხლა ფრანგებს ცოტა ისეც ხო არ მოუდა ზედმეტი თვით დაჯერება ამდენი მოგებების მერე ხო რაღაცა ძალიან ხო არ გაუჯდათ ეს რომ ეხლა ჯერ ერთი იცი რა და მართლა ვარსკვლავები საფრანგეთის ნაკრები სანამ 98-ში არ გახდა მსოფლიო ჩემპიონი 84-ში ევროპის იყო მანამდე ხო არ ქონდა ესე ტიტულები არა და მერე წამოვიდა ისე როგორც ესპანეთსაც სხვათა შორის ხო ეს უკვე 21 საუკუნის ტიტულებია და აქედან გამომდინარე ხა მათი გულშემატკივრები შეიძლება ვერ ეგუებიან რომ ცოტა ჩავარდნები დაეწყო მაგრამ ჩვენ ხა ვინც წინა საუკუნის 78-დან და 80-დან უყურებდა ზოგი კიდევ აგერი არ შევეცილები უფრო ადრეც რა ქვია მას მიჩვეული ვართ რომ ესეთი დიდხნიანი დომინაცია რომელიმე ქვეყნების არ არის იქ მე სხვა წამოვა და ის იგებს მე ის ძველი ბრუნდება მაგრამ ეხა საფრანგეთი იგებდეს ყველაფერს ეგრეც არ არის საქმე მე მგონი და რა მიუხედავად ისა ყავს ბაპე ყავს ის ფეხბურთელები რომლებიც წინა გამარჯვებების მონაწილე არიან არგენტინა 78-ში რო გახდა ჩემპიონი 82-ში კარგი იყო არ იყო კარგი ხო ჩვეულებრივი ამბავი ახლა მე სხვები თამაშობენ კარგად და ისე დეშამს კითხეს აი პარი სენ-ჟერმენი ნორმალური მსაჯობის პირობებში დიდი შანსი იყო ჯგუფში ჩარჩენილი პარი სენ-ჟერმენი არგენტინა 82-ში ხო აბა საბჭოთა კავშირთან პირველი თამაში წაგებული ქონდა და საბჭოთა კავშირთან მარადონამ კარის ხაზიდან გამოიტანა ხელით ბურთი და 90 წელიწადში ეგ ორზე ვამბობ აი როცა მარადონა რო თამაშობდა და ფეხი რო ჩაარტყა ბატისტას ბრაზილიასთანაც წააგო და იტალიასთანაც რო წააგო კი ისე მაშინ ამის სიტყვას გამოვიღებდი რომ ნორმალური მსაჯობის შემთხვევაში არც თამაშს არ წააგებ და არც იმასთან და შენთვის არგენტინას არასდროს როცა ჩემს და ის თუ არ გახსოვს შენ
როგორ არ მახსოვს ჯენტილი აბა ვინ გაიხსენა არდილესები აბა მე ჯენტილები შეიძლება კი ამოკლეს ის მარადონა და ის მაისური დახეული რო გაგახსენდა იმას ძირითადად ჯენტილი ის საჩემოეხია იმას არდილეს ის მაისური კარგი ხა არ მინდა საერთოდ პასარელას გოლიც მახსოვს სოფირო თასმებს იკრავდა და გაუტანა საერთოდ რო მოკლეს იქ ისა ინგლისის გარში ხელით გადა არა ეგ მე როგორ არა ყველაფერი მე ხოთ მე მასე მოტყუებული დედოფალის მახსოვს არ დარჩა თქო არა 11 ფეხბურთელი მოტყუა შენც მოგატყუა და დედოფალისგან მეტი არ ვიცი რა გამიხარდა ეგ ამბოვი და დედოფალი არ იყო იმაც მე გამიხარდა ეგ ამბოვი დღემდე მივიჩნევ რომ მარადონა ვინც მე მინახავს იმ ფეხბურთელებში საუკეთესოა და მარადონა მიიჩნევდა ცხენებული რომ ჩვენ ქვეყანაში მე ვარ მისი საუკეთესო მეკობრე ასე რომ მარადონაზე ნუ მომეთავებით ნუ გაფასდა ჩვენია მივიღებ კიდე რაღაცა და პირველი ვერსიით კიდე შენი შვილი რა მოენახა ხო უნდა მოენახა ნიკიტა უნდა მოენახა უნდა ბა კარგი ამაზე ვთქვათ რა მართ აი ბიძინა თავარი არის ის რომ ფეხბურთის ყურება ადრე რო იყო ხოლმე ფეხბურთის მნიშვნელოვანი მატჩი სიმართლე გითხრა შიშით ვჯდებოდი ტელეეკრანთან რომ ეხა დაიწყება ჩვენ ამ სიტყვას ხშირად არ ვამბობთ ეთერში მაგრამ სვარკა იქნება ხო გაგიგია მოხშირდა ეს ბოლოს და იქნება ეს რაღაცა ჩაკეტილი არ გაშვება ის ეხა რომ მივდივარ ტელეეკრანთან ველოდები რომ უნდა მორჩეს 3-2 ან 3-3 იმიტომ რომ დაიწყეს ესეთი ფეხბურთის თამაში და მოდაში შემოვიდა და მოუნდათ ფეხბურთელებს რაღაცის კეთება რამ გამოიწვია რამ გამოიწვია მე მგონი მაინც გამოიწვია იმან რომ ჯერთი ის ბარსელონა რაც იყო დაამკვიდრა ეს მოდა ამ ტიკიტაკაში ხო ის ბარსელონა თვითონ იყო შეუდარებელი გაიგე ეხლა 70 წლის ბრაზილია აგერ სწორი თქვა რეზომ რომ ეგეთი გუნდი შეიძლება არც ყოფილა მაგრამ ისეთ ფეხბურთს ეხლა ხო ვერ ითამაშებდა ვთქვათ სხვა ქვეყნის ნაკრები გუნდი ხო რომ იებაძათ კიდეც ეგრე ეხლა იმ ტიკიტაკას ის ხალხი თამაშობდა რომ სხვა გუნდი ინიესტა ჩავიდა მესი რო ყავს ითამაშებს მაგას და რო არ ყავს ძნელია მე რო ჩავიდა გერმანიაში რო გახდა ბაიერნის ძნელი რა იგივე რო დააპირა რა გამოუვიდა არაფერი არ გამოუვიდა აი არ მინდა მე ზუსტად მანდ მივხვდა უკვე ბაიერნიდან სიტიში რო გადავიდა რომ ამ თავისი ტიკიტაკის ტრანსფორმაცია უნდა გაეკეთებია იმიტომ რომ ის აღარ გამოვიდოდა ფორვარდიც იმიტომ ასად აღარ გამოვიდო გასაგები გეთახლები ხო და ის ბაიერნის ეს რაღაც ჩავარდა ჰაინკესის ბაიერნის მერე იმ ფეხბურთის თამაში რაც გვარდიოლამ დააწყებინა მე მგონი ცუდად აისახა მთელ გერმანულ ფეხბურთზე იმიტომ რომ ის თავისი რაც იყო სავიზიტო აღარ აქვს და აქ ეგრე პორტუგალია ესპანეთი იყო ტექნიკური გუნდებია ყოველთვის და კარგი თამაში იყო ყავთ ხო პორტუგალია არის არ გითქვა ცალკე და მე არ ვიცი ჯერ ცალკე ეს კაცი 40 წლის ასაკში ასაკეთებს მე არ ვიცი ხა რა 40 წლის ასაკში ეს ფინალი შემოატრიალა მან რა და ბიძინა და ის ცნება რომ რა ქვია ამათ იცი რა არ უნდათ რა ეს ტურნირი ის კონფერენციის ლიგა არ ჭირდებათ ის ეთერი ძირს და გამოვათიშინე 5 საათზე იმდენ ცეკვავდა ის ჩელსი და დახტოდა იმ თასი და ეს თამაშიც კიდე ხო ეხა რონალდო რომელსაც რა და არაფერი არ უყვირს და არაფერი ის არ აკლია ხო ოქროს ბურთი ეს ტურნირის მოგებული იმდენი ოქროს ბურთი აქვს სახში რომ გაყიდოს მარტივი ცხოვრობს თელი პორტუგალია და ამდენი იტირა კაცმა მოგების მე როგორ იტირა ნახე პენალტებზე უყურებდი რა შეებოდა ხო ვერ უყურებდა და ნერვიულობდა და როგორ იყო და იქ ხა ევროპის ჩემპიონატზე რო ტრამვირებული იქ დახტოდა და ერთამოში კი მაგრამ აი ამ ტურნირზე ხო რომელიც უკვე მოგებული ქონდათ მართალი ხარ და შეიძლება ხა არ არის ნომერ პირველი საზომი კარიერისთვის ხო ესეთი გახარებულია ეს მომეწონა რა ყველაზე მეტად რომ ყველა ტურნირზე უკვე ფასი დაედო როგორ ნაკრების მაისური გაცვია ტურნირია ერთა ლიგა მოიგე და ამაზე კითხეს სხვა შორის ამ დელაფუენტეს აი მორატას ცუდად და არტყას გარდა მე საერთოდ არ მესმის მორატას ეხლა ამ კაპიტნობაზე კი არ საუბრო საერთოდ ნაკრებში რო არის მე ეგ არ მესმის ხო ამდენი აი ეხლა უბრალოდ ცოტა ძველ დროში რო გადავიდეთ
აი საერთოდ მორიენტესის ნახევარი მაინც არის როგორც ფეხბურთელი მურატა. ისე რაულზე აღარ ვლაპარაკ. არა და თან მორიენტესის ნახევარი მაინც არის მურატა. იცი რა და განსაკუთრებით ახლა არც ფორმაში არ არის. რაულზე გამახსენე ისე შემადგენლობაში. სადღაც დიდი კამათი იყო ერთ-ერთი პოდკასტის მერე რომ რაული საერთოდ ვინ არისო რა მოუგია მითხარით რა და მე მგონია ყველა დროის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელია. არა, ერთხელ რაღაც მინდა გავხსენო. ხო. როგორც ახლა ლევანმა რო თქვა მარადონაზე რომ მე ვინც მინახავს მოედანზე. ზუსტად მაგ კუთხით შემიძლია ვთქვა, უბრალოდ ჩემთვის მესი არის ყველაფერი რა. მე მესის დონის ფეხბურთელი საერთოდ არ მინახავს. 60 ასე თქვა 12 წლიდან მოყოლებული და ერთ გადაცემაშიც თქვი მე და უდარ სიმსივე ვიყავით მაშინ ერთად რომ ამათ მე იმათ არ ვადარებ ახლა პელეს გარინჩას დი სტეფანოს და იმათ მე ვამბობ აი იმელ ხო ვისი თამაშიც რამდენიმეჯერ მაინც მინახავს რა და მაშინ გადაცემაში ლევანმა მკითხა რომ კიო გავიგეო რომ ახლა შენ მესიზე ასეთი ისა გაქვს მაგრამ რონალდოზე მითხარიო რა მაშინო რა რონალდო დიდია თუ უდიდესიაო რა მაშინაც უთხარი და დღესაც იგივე შემიძლია გავიმეორო რომ დიდი არ არის უდიდესია უბრალოდ მესიზე მეტი ვერ არის და ვერ იქნება თორე უდიდესია აი ეხლა ეს აი ამ ასაკში რომ აი წარმატებაც და გინდაც ისე პატარა ბიჭივით რო განიცადა ეს წარმატება აი იმას ამტკიცებს რომ სული სპორტსმენია სული სპორტსმენია პორტუგალის გულშემატკივრების საუბრები რომ აი დროა უკვე რონალდო რატო იძახებენ ნაკრებში უკვე ხო ახალი გუნდი უნდა აეწყოს და უკვე დროა უშლის ხო არის ხოლმე ეგრე რომ აი ამაზე მორჩა რა რამდენი ხანი უნდა იყოს ამაზე აწყობილი გავწიოთ გვერდზე და დაამტკიცა კაცმა. არა, ჯერჯერ რა ეთყობა, ისეთი мотиваცია ეთყობა, რომ აი კი არ დანაყრდა ამხელა იმითი რა ტიტულებით, ამხელა შემოსავლებით, ამხელა პოპულარობით, რა ვიცი, რამდენი რაღაცით ასაკით ბოლო-ბოლო, ხო? იმასაც გაუმაძღარია მოედანზე. ჩემი აზრით ეხლა რას აპირებს? მანამდე აპირებს ფეხბურთის თამაშს, სანამ იმ 1000 გოლს არ შეასრულებს რა. მაგას შეასრულებს. არა, შეასრულებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეასრულებს, მაგრამ მანამდე აპირებს, მანამდე არ დაანებებს რა. 1000 გოლი და მსოფლიო ჩემპიონატი ეხლა რა. მეტი ეხლა კიდე 4 წელი თუ მანამ კიდე ითამაშა. ნაკრებში მაგის მორჩება, მაგრამ საკლუბოში არ მორჩება, ეგ აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე, სანამ 1000 გოლს არ შეაგებს, ეგ ფეხბურთს არ დაანებებს. ეგ გეგმაში არის. სპორტინგში დაბრუნდება ეგ. დაბრუნდეს. და კოჩორაშვილთან ერთად. მე გავიგია რა, ყველა კოჩორასთან ერთად. ეხლა მესიზეც წავიკითხე რომ არგენტინაში ბრუნდებაო და ისავიდა. ძალიან სწორიც არის რა ფეხბურთელმა, საიდანაც დაიწყო კარიერა იმ გუნდში რომ ამთავრებს, ეს მე ძალიან დიდი პატივისცემა არის იმ გუნდისაც და თვითონ ფეხბურთელის მაღალ კულტურაზე და ინტელექტზე. ეხლა როგორ ელოდებიან ისე ამ არგენტინის ჩემპიონატში იმას აქვია. იმიტომ რომ მან ხო რა ხდება ეს დი მარია დაბრუნდა და როსარიო ცენტრალშია და ეგ ხო თავარი მტრები არიან როსარიო ცენტრალი და ნიუელსი ეს ჩავაი ეს იმის გაზდილია ნუ გაზდილია 12 წლამდე სანამ წავიდოდნენ ბარსელონაში იქ იყო ან ნიუელსის არის რა ის არის როსარიო ცენტრალის და უპირველესი მაგაცები ხო, ეს არის ფეხბურთი რა. კარი, ამას მეორე გადაცემა ევროდება რაღაცა თქვას. გადავიდეთ უნდა აუცილებლად. მარტო მე არ ველოდები. კი, დასაბარაკო. ჩემი საყვარელი ეგეთი საინტერესო. რაღაცები ისეთი კარგები. სანაკრებო თამაშებს შევეხებით. გერმანია, პორტუგალია იყო ესეთი გოლი. მე რომელსაც იყო კითხვები. მე ამას უბრაზდები ხოლმე ვინმე რომ არასწორ გოლს ჩასვლის ტელეფონით იყო და თან როცა თვითონ მიყავს მაშინ ხო მით უმეტეს. ხო, აი ეს გოლი კი. გოლი, ხო. თორა. აი, ნახოთ, თამაშგარე იყო თუ არა. ეს ხო არ ჩათვალეს. ვარის არბიტრებმა დაუძახეს, ანუ ჩათვალეს რომ აქ იყო თამაშგარე. აქტიური თამაშგარე იყო, ხო? მივიდა უნჩიჩია ხომ საჯი კი ბატონო
და შენ რა ასიკეთდება. რა და აი ეს თამაშგარეში ყოფილი მე მცველი პარალელს გავავი. თამაშგარეში ყოფილი თავდასხმელი იმ მცველს აჩერებს ვინც ბურთისკენ მიდის რომ ვირცმა არ დაარტყას თავით. ეს არის წესებით ეს. აი ნახე აი იმან დაიჭირა ის თამაშგარეში. მოდი რეალურად შევხედოთ რა ის ძველი მაგბურთზე ვერანაირად ვერ ითამაშებდა. ხო, მაგრამ წესი ვერ ითამაშებდა. არ წესი როგორ არის, იცით? აი, პასიურია ეს. უნდა განერიდოს პასიურია. ჩემი აზრით არა, პასიური არის, თუ არ შედიხარ კონტაქტში. ხედვის აი ამას იჭერს. აი, ხო, იჭერს ეხლა, ნუ ის და რო არ დაეჭირა მიუსწრა და. გასაგებია, მაგრამ პასიური ხო არ არის. ანუ პასიური არ არის, მაგრამ ვერ მიუსწრებდა. აქტიურია, ის მაგრამ ჩართულია. მომეც არ გამოეთიშა ამაშია რა. სველთან კონტაქტში შედის. მაგრო ეხა უბრალოდ ყოფილიყო და არაფერი კონტაქტი არ ყოფილა. აი ხედვის არეც რო არის, დაუშვი. აი მეკარეს ხედვის არე. ხო. ეხა ეს შეიძლება ლაშა შენ რო ყოფილიყავი არ ჩათვლიდი? ხო, აი მარტო მე არა, ვარმაც დაუძახა. ხო, არა, გასაგები. მე შენი აზრი მაინტერესებს. შენ რო ყოფილიყავი არ ჩათვლი. თამაშგარია, ჩემის აზრით. წესი როგორიც არის ეხლა. და ვარმა ჩათვალა რა, მაგრამ კიდე რა მენიშნა, რომ ძალიან ზერელეთ შეხედა არბიტრმა ძალიან მალე. ხო, ერთი რაკურსები ამოუთხოვია სხვადასხვა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დღეს ბევრი მომენტი გვაქვს, სადაც აი რაკურსის სხვანაირი შეხედვით, უკვე სხვა შტაბეშტილება. ერთი შეხედვით გონია რომ არაფერი არ არის პენალტის ეპიზოდზე. მე რა მგონია, იცი რა? მეორე რაკურს გაჩვენებენ და საჭი ვერ მიხვდა უარი რატომ თვლიდა ამ გოლს. ანუ მე გამიკვირდა. აი პირველი რომ დაინახო არ დგას თამაშგარეში, იმიტომაც მე მგონი მან იცი რაზე ესქენეს რა ქვია, რა იფიქრა ამან ეხა ვაროში არ ეტყო ბეკას ხო არ აჩერებს ისა რა ქვია რა უში არ ეტყო და ის გამო სველს ხო არ აჩერებს რამდენად აჩერებს ან არ აჩერებს თავდასხმელი ვიზეს ვლაპარაკობთ მე მგონი მაგაზე გააკეთებენ და შეთვალა რომ დიდად არ გაუჩერებია იმას ხო რა ეგრევე ნახა თუ არა უკან გამოიქცა ხო ძალიან მალე იმიტომ რომ ეხლა რა არის იცი რომ გეძახიან რამოდენიმე რაკურსით უნდა ნახო რა ესე არ შეიძლება ეხლა მიხვიდე და მოიცა კაცო და მე ვარ მართალი ეგრე არ არის ის არის ოთახში ძენ სარისკოა ეგ ამბავი ჩვენ რამოდენიმე მომენტი გვექნება და მაგას დავწმუნდებით ხო გოჩვენე ან თამაშგარე იყო ეხლა ეგ მაგაზე ჩემი აზრი ესეთი ყაზახეთი მაკედონია ერთი ეპიზოდი შევარჩიეთ მაინც. ეს ვარის პენალტები რო ენიშნება ეგ არის? არა, არ დაინიშნა. არ დაინიშნა. და ამ დროს ახ მე არ ვიცი, შორიდან გავდა. ო შორიდან აი დააკვირდით. შორიდან გავდა. უყურე. მეტი ამოვარტყა იმაში, რა ქვია. ეხლა ჩაარტყა. და ვარი ნახა და დაეცა, ხო? არა, საერთოდ არ დაუძახეს. ხო, მაგრამ ხო, ესე იგი დაეცა. ანუ ხო, ვარმა ნახა და ჩათვალა რომ არაფერი არ არის და ეხლა კიდე ახლოდან არ არის კადრი. ეს გვაქვს აი გამეორება. ახლა ხო მეტი რა უნდა ქნას ახლა. გასაგებია რომ ბურთს უკნევს ფეხს, გავიგეთ. ყველა ბურთს უკნევს. ფეხში არ ყავს, ხო? ბურთი შორს. ყველა ბრმა უყურებდა მაგ იმას. არა, ეს 100%-იანი პენალტია. რას ლაპარაკი. ხო, ანუ სად მივედით, ხედა, ანუ ვარი გინდ ყოფილა გინდა. არა, თუ არ უნდა დანიშნო, არ დანიშნო. არა, წინა ეპიზოდში ხო, სწორად დაუძახეს. მე რა მაინტერესებს, შენ როგორ ფიქრობ? რის აი ვარმა მოტივაცია ნახა ხო ვარმა პენალტი შეწერია ხა იქ რო საერთოდ გაატარაზე ხო არა ანუ შეამოწმა ეს ნახა რომ ფეხი ჩაარტყა არა ჩათვალა კი რას ფიქრობ იცი ეხა სხვადასხვა ანუ რაღაცა აზრი ხო უნდა კონდეს ანუ ესე აშკარა აი თქმები უნდა იყოს რომ ვარმა რატო არ დაუძახა აი ეგ უნდა აგვიქცია მაგამდე უნდა მივიდეთ ჩვენ და მე ვფიქრობ რომ სხვა რაკურსით სხვანაირად ხო არ გამოჩნდა იმიტომ ჩვენ რა რეპორტაჟზე რა გამეორებით გვანახეს იყო მარტო ეს თუ სხვა რაკურსზე არ მოხვდა ფეხში აი არ ვიცი ეხა აბა სხვანა იმიტომ რომ ვარს კიდე ერთხელ გეუბნები შენ კიდე რომ საჯები იყო მართლა როგორ ხა ჩემთვის პენალტია აი ეს რასაც ეხა ხედავთ ამ გამეორებით და 100%-იანი პენალტი მაგრამ რაღაცა ის ხო უნდა გააკეთო მის კარში აი რატომ დაუშვათ მიზეზი ყაზახეთის კარში ინიშნებოდა ყაზახეთის ასარგებლო მაკედონიის კარში ინიშნებოდა ხო, ნუ ალბათ რაღაც რაკურსით არ გამოჩნდა კარგად დაუშვათ დარღვევად. საიდან ჩანდა ის ვერ ნახეს?
აკია ხო ჩანს რომ წიგნი ჩაარტყა ხა. არა ესა უზუს სხვა რაკურსი შეიძლება ისეთი შეხება არ იყო რა. აბა ეხლა ნუ რაღაცა, იმიტომ რომ ვარს აქ თვითონ ტექნიკულად ისეთი სადაც არიან ოთახში რომ რამოდენიმე რაკურსი შეუძლია რომელსაც ჩვენ და ეს არის ცუდი სხვათა შორის და იგივე არბიტრსაც ხშირად ყოფილა რომ მისულა ეკრანთან და აბსოლუტურად ისეთი ცუდი რაკურსები შენ ეკრანზე სტადიონზე ხედავს მაყურებელი რას უყურებს არა ხო და აი ხელბურთში ხო ვიყავი ფინალზე ბუდაპეშტში როდესაც ვარს ითხოვს მსაჯი რომ მიდის ეკრანთან სანახავად დიდი ტაბლოები ხო კიდია იმ ტაბლოზე ზუსტად ის კადრები გადის მე იმისასაც ხედავდი რამდენად კარგია იცი რა კარგია თუ არა კარგი კითხვა რა ნახა რატო გადაწყვეტ ესე ნაკლებად ეხა აქ ხო ხედავ მე რა ვიცი რა ნახა იმ საჯმა და რატო არ დანიშნა პენალტი სიტყვაზე ის ტაბლოზე მომენტების გამეორება აკრძალეს ადრე იმიტომ რომ ეგ შეიძლება პრობლემები ყოფილიყო ეგ აკრძალეს იმიტომ რომ ვარი არ იყო და მე ამბავი არ აკეთებია ვარზე სანახავად ვარემ ნახე ხო და ისედაც უყურებ ეხა ტელეფონი ყველას აქ და პირდაპირ ცველსაც აკრძალული ქონდა ეხა პირდაპირ კომპიუტერები უდგა და პირდაპირ კამათობენ მაგ ხო და აბა ყველა თუ უყურებს ვარემ იქა ჩვენ ხო ეგეც არის ვერსი ხორვატია ჩეხეთი აქედან რამოდენიმე ეპიზოდი გვაქვს აი იგივე თამაშგარეს აი ზუსტად რატომ არ ჩაითვალა გვარდიოლის გოლი ხო იმიტომ რომ თამაშგარაში ყოფა ფეხბურთელმა დაიჭირა ხელი რომელსაც შეეძლო ამისთვის ხელი შეშლა უბრალოდ ეს წაიქცა ის ეხა მაინც არ წაიქცა რა ეს ჯარიმა იყო ხო ეს იყო ჯარიმა და ჯარიმაზეც ეხა ის აი უყურე უბრალოდ ბლოკავს აქეთ მეორეზე არა იმ პირველი ვინც იყო ხო თამაშგარეში ხო აი ეს არის თამაშგარეში ვინც არის ფეხი რო აქვს თამაშგარეში ლურჯი აი ეს ხო ეგ ბლოკავს იმას ხო ხელს უშლის რომელიც სულაც კი არა ეჭიდავა და სააქცია მირბის იქით საერთოდ ჩაუტარა და აბა რა უნდა ყოფილიყო ხო რომე პირიქით ამოდის წესით ხო მაგრამ რადგანაც იყო კონტაქტი ანუ ეს ხო არა ეგ ჯარიმაა მანსანოა თამაშგარე დააფიქსირა და არა ჯარი ანუ პირველი არის თამაშგარეში მყოფი გზას უღობავს ანუ აქ უფრო აშკარა იმას რომ შევადაროთ მაგრამ იქაც ეხა რაღაც მეორე ეპიზოდი პენალტის და მე პარალელს გავავლებ ძველ ეპიზოდს ამოვწერ რომელიც არ გვაჩვენეს ცოტა მოგვიანებით ხელს გულისხმობ ხელზე ბიძინა ეტყვის რომ არისო არა ნუ ეს არის და დანიშნა კიდევაც არა ეს ის არის ჯერ მოიცა ეს რა თამაშია იგივე ჩეხეთია პენალტი აი რაკურსები რას ვიძახი აბა მანახე აი ხა აქედან ჩანს პენალტი აი კი ფეხში მოვა ხო ანუ ზოგრაკურში ჩანს აი აი ხო და აი რა არის აი მე აქ გვაჩვენეს ვარით დანახული აი აქედან თითქოს ხო გააფორმა ხო აი ანუ რას ვიზახ აი ვარი რასაც ჩვენებს აი სწორად შერჩეული აი რამოდენიმე რაკურსიდან ჩია ის რაც აკეთებს რომ პენალტია აი ეს არის მთავარი ვარის მუშაობა ესეთი დარტყმა არც მე ვერცეთ წინა იმაში აი მაგის მამინდოდა ხვდები ანუ ეს მე მივყავდა ეხა ერთ-ერთი კომენტატორი მე ვიყავით პირველი შტაბეშტილება იყო რომ სიმულაცია ხო არ გავდა რა რაღაცას ითხოვდნენ წინა მომენტში მეორე მაგრამ აი ვარის კარგი მუშაობა ჩანს მანდრო რამოდენიმე რაკურსიდან აი იდეალური რაკურს მიაწვდის და იქიდან ღებულობს მე გადაწყვეტილება. კიდევ ერთი ეპიზოდი ამ მატჩში. მესამე? ხორვატია ჩეხეთში? კი, ხელი. მოიცი, აბა ნახოთ. აბა. პენალტი დაინიშნა კითხვა პარალელს გავავლებ სხვა მატჩებიდან სხვათა შორის მანსანო ესპანელი მსაჯია ხესოს მანსალო აქ და მე ბარსელონა რეალის მატჩი თუ გვახსოვს ჩვენ იმას ცოტა მოგვიანებით გაჩვენებ ხელია რა ხო არის დაინიშნა კი იქ არ დაინიშნა ეს რატო მაშობა იცი ეს რა მომენტია ახსოვს რომ ლაპარაკობდით რომ
ამან მითხრა მაშინ რომ ეხლა უკნიდან რო აჩვენებსო შტაბ-ბიჭდილი ბარი რომ ამას ეს ხელს მალავსო და კი არ მალავს ეს მოძრაობა იმიტომ რომ ბურთი მოხდა და ბურთის ძალა პენალტი ისევე როგორც კუკურელია იყო პენალტი გერმანიასთან რა. და მთავარი არა ეს დანიშნა. კი არა აქ რა კითხვა მაქვს ბარათი რა არის? ბარათი არის წითელი. ხო ანუ აქ მიწაყვით ამაზე აშკარა საგოლე ან აქ როგორ არის იცი შენ თუ თვლი რომ მაგრამ ხანდახან ისიცო და ისიცო ამბობთ ხოლმე რომ ყველაფერი ერთად აღარ მოსულაო აი მაშინ ძველი თამაში რო გავიხ კემპესმა რო ხელით გამოიტან ის პენალი გავიდა გოლი არა ხო ანუ რატო შემოიღეს ეს არ სუარესის ხო რატო შემოიღეს ეს რო კემპესი ხო არ გაუგდია არ სუარესი არა კემპესი ხო რატო შემოიღეს წითელი რომ მარტო პენალტი არ არის მთლად საჯი ესეც არის კარიდან ეხლა მე კაი მეკარი მყავს და გამოვიტანე იქნება გადამარჩინოს და ესე კაცი გაგდებულია ხო ანუ ამაზე აშკარა საგოლე აი ხაზი და კარები цаრიელია მეტი აი წესების დარღვევით ამაზე უფრო ისეთ საგოლე მომეს უფრო თულად ვერ ამაზე კარის ხაზი და ხელი რო არა კარია იქვე 10 სანტიმეტრში ხო? აკცევაზე და ყველაფერზე უარესი არის. რო არ გასულიყო ეს პენალი? კი, კაი, ანგარიში იყო ისეთი, რომ არაფერს არ წყვიტავდა ეხა დაუშვათ, მაგრამ რო არ გასულიყო აღმოჩნდებოდა რომ იმან თვლი რომ შემთხვევითი ხელი იყო და იმიტომ არ ვაგდებ, იცი რა? არა, მე ეგრე მგონია რა, ეხა დაარტყა და მოხდა ხელში, ხო? არა, მე არა, საერთოდ არ უნდა დანიშნო. როგორ არ უნდა დანიშნო? თუ თვლი რომ დარღვევა? არა, დარღვევა არის. ეს არ არის ის მომენტი რომ ხელი გაწია და ხელი სუარესი და კემპესი ხო არ არის ეს რომ გადახტა და ხო აიღო არა მართალია არის ხო იცი რა წესებში ეგ არ არის წესებში არის რომ თუ აშკარა გოლი ყველაფერი პენალტია ხელს ასე მოხდება მაგრამ წესებში როგორ არის იცი არა ნუ ეხლა თუ აშკარა გადახტომით ნახდათ არ გადალა მუხლით ცდილობს აღებას და ხელში და მოხდა ეხლა აი მაგრამ ხო არ მოიჭრიდა დარღვევა ხო არის არის აშკარა გოლი თუ გადაარჩინა თითელი არა გავიგე მაგრამ ის ეხა ხელით გამოიტანა კაი მაშინ ესეთნაირად კითხავ საჯარიმოს გარეთ გამორბის მეკარე რომ ჩაჭრეს ბურთი და ცელმა მიურტყა და ეს არ ცდილობდა ხელით თამაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელზე მოხდა და შეტევა არ გაგრძელდა ხო გააგდებენ ხო, აბარა მეკარე გარეთ რომ გამოდის ხელი თამაში შეგნებულად ის უკვე საკარის არის ეს დანაშაული რომ შესაგოლე მომენტი საჯარიმოს გარეთ ხელით ჩაშალე უკვე არის წითელი ბარათი წესებში ეხა როგორ არის იქ არის მარტივად თუ ფეხბურთელმა წესების დარღვევით ჩაშალა აშკარა გოლი იქ არის შემთხვევით თუ შემთხვევით მოხდა მაშინ საერთოდ დარღვა არ ყოფილა გეტყვის რა ანუ დავა რომ წავიდეს წესებზე შენ თუ თვლი რომ ეს ხელი თამაში არ უნდოდა და შემთხვევით მოხდა წესებში არ წერი კარებში იდგა აქ უნდოდა არა ხო და თუ არ უნდოდა მაშინ არაფერი არ უნდა და მოხდა რა პენალტი არ არის საერთოდ ანუ როგორ არის იცი არტყა და მოხდა აქ უნდა შეგნებულად ითამაშოს ხელით ასე რო ვთქვა ხო ხო ეგრე არის თითქმის გამორიცხული 20% ხო რა ესე ადგეს და კალათბურთელი მაშინ საერთოდ არ უნდა იყოს ალბათობა იმის რომ განზრახვა იყო არის მაღალი მე სხვანაირად ვთვლი რა ეხლა კარში მიდიო გოლი გადიოდა მოხდა ხელზე. ხო. პენალტი უნდა დაინიშნოს. კი. მაგრამ გაგდება ეხლა ზედმეტია რა. ხო, ნუ წესებით თუ პენალტია მაშინ არის, მაგ მაგრამ წესებში ხო წერია რა. გერმანია საფრანგეთი ხო ვიზიარებ იმას რომ ამ კაცს არ უნდა და ხელით თამაში ვიზიარებ რომ მიუხედავად იმისა რომ უნდა და არ უნდა და თუ ხელით ითამაშა გოლი გადიოდა არ გავიდა პენალტია მაგრამ რადგან წესებში წერია რომ მე იმის მომხრე წესებში არ ეწეროს თორე რადგან წესებში თუ ამ წესებით თამაშობთ მაშინ წესები მაგას აორეისა რომ არ ეწეროს მაშინ პირიქით რომ მოხდეს მართლა რომ დამნაშავე იყოს ხო იტყვი რომ არ უნდა ეწეროს რომ განზრახ თამაში არის გადახტომა და ის თუ მოხდა პენალტი და თუ არ გადახტა მაშინ არ არის პენალტი ძალიან მაინც შეფასებამ საჭიროა ძალიან გაუჭირდება არა მე ძალიან აიხლართ იმიტომ გეტყვიან თუ განზრახ არ ხელში მოხდა პენალტი ხო თუ განზრახ აი ის ხელი და გამოისხელი და იმ ვენერას მარსის და იმ იუპიტერის ხელი იყო და იმისი გერმანია საფრანგეთი
ეს ბიჭი სხვათა შორის მომეწონა გერმანიაში ყველაზე ძალიან. თუმცა რაღაცა თამაშგარი არ არის, ხო? თამაშგარი არ არის, პენალტი დადო და მე ვარმა გაუქმებუნა. აქაც აი ვარის კარგი მუშაობა, რაკურსის იდეალური შერჩევა, სადაც გამოჩნდა და რომ რაღაცას გვატყუებდა ეს კაცი. აქედან ჩასვა. თვითონ ფეხს როგორ აკავს მე? აი როგორი ნიუანსია რა. აქ ეხა ორი ეკარე ძალიან ნაზად და ისე ხსინობს რომ აი მეორე აი უკნიდან ხუარავს ისე. ანუ აქ რამოდენიმე არ გადაასრულებს, მაგრამ ალბათ ყვითელი ეკუთვნოდა ამ კარგად შესრულ. მიცა? ADM-ის მიცა ყვითელი. მაგას ეკუთვნოდა ამ შემთხვევაში ეკუთვნოდა ვოვა გუცაევის სახელობის პრეზიდენტი. კი, ანუ ხო. არ ეკუთვნოდა. ვოვა გუცაევის სახელობის პრეზიდენტი მაშინ თუ ეს პენალტი დაინიშნა. დაინიშნა, ეხა ვარის სულ და ვოვა გუცაევი ვარსაც მოატყუებდა. ასე ამერიკაში. ხო, აი ბატონო. გუცევი ისე წაიქცეოდა ნომინაცია, საჩო არ მიეცა ნომინაცია. ვარი დაუძახებდა პენალტი არის ხო, ნომინაცია. კი, მაშინ. ნუ ძალიან ანუ კარგი მუშაობაც ვაჩვენოთ ხო ეხლა სულ ენებზე ანუ ფაქტია რომ საჯი მოატყუა დაანიშნა პენალტი მაგრამ ვარიდმა დაუძახა და სწორი აი იდეალური რაკურსებით მათ უკან რომ მოძდევდა ფეხბურთელი ისიც ანახავი იყო იქ ვარ იყო კონტაქტი დაუშვათ ნაგელსმანი მაგას დაობდა რომ მეკარე არაო ის უკან იმან გამოედო არავე ეს არ იყო პენალტი აი რაკურსებში ყველაფერი გამოჩნდა რომ იტყუებოდა და ის მეორე ეპიზოდი ამ მატჩიდან გოლი არ ჩათვალეს გერმანელების მანამდე დაფიქსირდა ჯარიმა. არა, გოლი ჩათვალა მან. ჩათვალა, მაგრამ გააუქმებინა. ხო? ხო, ნუ არა. აი ეს კონტაქტი ეხლა რასაც ჩვენ მე მგონია ჯარიმა იყო. მე რომ ჩათვალა ძალიან გამიკვირდა. კი, ჯარიმა იყო, ჩანდა აშკარა. ანუ რატოა ჯარიმა? არა, ზურგში დაეჯახადა. ანუ აქ ეხა რაზე იქი კომენტატორები ცოტა ის საუბრობენ. ხო, ანუ და ესე თვითონ გერმანელებიც ჩვენები არა, კომენტატორები სწორად გაიგონებენ. თვითონ ის იძახოდა რა, ის ნაგელსმანი და ძალიან დიდხანს უყურა ლაშა ამ. ანუ ხარით დაჯახება არ ნიშნავს რომ ყველაფერი შეგიძლია. ხარზე არ არის ჯარიმა. მთელი ტალიდაც მიაწვა და ჰოკეის აი ჯახას გარდა ნახე მიაწვა მე მთელი და მიზანმიმართულად მიდიოდა ამისთვის ბურთისკენ არც გაუხსენდა პირდაპირ კაცზე მიდის როდის შეიძლება ფიზიკური ორთაბძოლა ფეხბურთში ხო? როცა შენ მოძრაო აჩვენებ რომ ბურთისთვის აი ორივე გარბია. და ხრები ჩაუდგით ერთმანეთს არ არის ჯარიმა და მე ზურგში თუ მხარი დავარტყი რომ ჯარიმა. ბურთით ის მირბის და მე ბურთით ეს ესპანეთს არ დაუნიშნა იუვენტუს პენალტი გახსოვს საჯერმეში გამოხდა კვადრატო 2 წლის წინ. მიშელ ირაღამოს შეუვარდა არანაირი ბურთზე თამაში მსთელობა ხო? არანაირი პირდაპირ კაცზე წავიდა და ეჯახება. ხე რა თუ რა ლაპარაკობს არის ჯარიმა. ეს ჯარიმა არის ბურთზე არც მიდის პირდაპირ კაცზე თამაშობს რა. და თან კაცზეც ისე თამაშობს რა უხეშებ ჩვენივრად უტყო ზურგში. კარგი ბელგია უელსი. მე იცი რა გამიკვირდა საჭმარო ჩათვალა. პირიქით ჯარიმა. აი დებრუინის დარტყმა და ხელი კი ბატონო რომელიც ცოტა გვიან დაანიშნა არბიტრმა და აი აქ არის მომენტი ბიზნამ რომ გაიხსენა მაშინ რომ საუბრობდი რომ ჩამორშევებული თითქოს რაღაც მაგრამ აი ერთი შეხედვით შეიძლება მოტყუდა გაწევა ხوارონდა ხელის მაგრამ აი ბურთის ძალა ანუ აწევინებს ხელს ისე რომ შეიძლება მოგეჩვენოს აი აი ეს პენალტია დანიშნეს გავიგე, მაგრამ ეხლა სად წაეღობა ეს ხელი? აი, სადღაც ხელში რო არ მოხვედრო და ტანში ხვდებოდა, ხო, მაინც და ტანში არ ხვდებოდა. აი, კარგი გამორებით თუ ნახავთ, ცოტა გაცა. აი, რა არის? ანუ ახსნა რატო არის პენალტი? ანუ მანძილი არის ეხა ეს არ ყოფილა 1 მეტრიდან და ანუ დარტყმის შემდეგ, აი, დარტყმის შემდეგ მანძილი არის, ფეხბურთელს აქვს საშუალება თუ უნდა ეს ხელი აარიდოს, მაგრამ კარგი გამორებით, აი
ისე თავიდან ზუსტ უკანა ანში არ ხდებოდა კაცო აი მაიცე კარგად შევიდა ანში არ ხდებოდა არა ხელში აი გაწეული აქვს ხელი არა ტანის უკან მოხდა და რა გვატყუებს იცი რომ ბურთი რო ხდება მერე მიდის ხელი აი ეს ხელს ბურთის ძალა აი ესეთ აკეთებებს და შაბეშტილება გჭება რომ ხوار უნდა და ხელის გაწევა მაგრამ ის ხელს ტოვებს ნუ უნდა და ვერ მოასწრო არა ტოვებს მე მგონია რომ პირიქით ხელს ერთი რაკურსით მე პირიქით მომეჩვენა რომ ხელს წევდა პირიქით ო უკან მქონდა და მე გამოიწია ხედავდა არაპირებდა რომ დაემანა ხელი რა მე ყველაფერს ვისო რა ხელს შედება და რა ზალაბარგა დერდეგიოს მეშვიდე წელია გავიძახი ამაში კი ბატონო და ნახეთ კიდევაც დანიშნული ესეთ უკანები. იგივე ესპანელი მსაჯის მანსანოს მიერ, ანუ აქ არის რომ ეხა ესპანეთში მსაჯობაზე სულ არის ლაპარაკი და მაგაზია ზუსტად რომ ერთი ნიშნავს და მეორე არ ნიშნავს და ბოლო-ბოლო ხელზეც მაგას გეუნები მე რატო ვლაპარაკობ ეს ერთი ნიშნავს მეორე არ ნიშნავს ერთი ამოსვეცია ფეხში მოხდა აი აუგორდა და შემთხვევით მოხდა ხელში მეორე იგივე ზუსტად იგივე ზავს არა კი აუგორდა მაგრამ მან ჩაწია ხელი მე და გაშლილი კარგია და ამიტომ მარტივია მოხდა დამტარდა რა აქეთ მოხდა მე წავი იქით მოხდა იქნება ბევრი პენალტი რა არა შეიძლება ბევრი პენალტი არ იყოს იმიტომ რომ ფეხბურთელებს რო ეწოდინებათ რომ ნებისმიერ ხელზე პენალტი დანიშნე უკვე სხვანაირად ითამაშა მაგას გეუბნები ეგრე იყო ცოტა მობჯენილზე ცოტა შეიძლება გავწიო ცოტა წაქცეულზე აქტური და მოხდება იქ არ მინდა მე პროექციას გულისხმობ ეზოში რო თამაშობდი წინ რო აიფარებენ და მუცელს მე მინდა მე არა ეგ არის პროექცია ანუ სხეულის პროექცია აი რას ვიძახით აი ადიდებს სხეულს რას ნიშნავს პენალტი მინდა ისე ასე თუ გაფარებული და ეხლა თქო სიტყვაზე აგრო არ გონდეს მაინც ტაში ხდება ბურთი ეხლა ეგ არის პროექციაში პენალტი ყველაფერი არის პენალტი ხელში მოხდა არის პენალტი იქ რო იფარებენ იცი რა ეს სიაბანდი ეზოში რო და სია პრიჟატი მქონდა ის რო პრიჟატი არა ეს გონდა ხელი არის ხელი თუ ეხლა გაწიე იქ და ნუ აიგებ ხელი კაცო ხელის ბურთის აღება თუ კიდე წადე ითამაშა კალათბურთი ფრენბურთი ხელბურთი ოროსი თამაშია რეგბი ერთი თამაშას არ შეიძლება ხელით თამაში არის ფეხბურთი ქვია მაგაზე გაანებეთ რა თავი არა ბიზინა ჩვენ ბავშვობაში პრიჟატი ჭრიდა იცი რა გასა ვინ იტყოდა ვინ იტყოდა გეშინო და ინტერნეტში ეგარო პრიჟატი არ ყველაფერია ოღონდ არ გაელახე იმას ეხლა თუ შენ ჩაგრავდი რის პრიჟატი გათავდებოდა ისა მაშინ იმარჯვებდი შენ ეხლა აბსოლუტურად და გააჩნია რომელი კუთხის წამოსულს მოხდებოდა ხელში იმიტომ რომ ზოგი ხო იცი ხელგაშლი არ მინახიაო რა ეგეთი ისტორიაც არის გენიალური ჩივაცის გენიალური ისტორია მაგის ფინეთი პოლონეთი აუ ეს იყო სისულელე ეს იმდენად უნდა და პენალტის დაიშვა მომენტი არ დაამთავრა გოლი გააქვს და პენალტი დანიშნა ხო მე მეგონა აქაც ხო მე მეგონა შენ რო აი რო არ ეჩქარა და რო არ გავიდა და მე დანიშნავდა არა ვარით ხო დაანიშნებდნენ ბოლო-ბოლო თუ იყო რა მომენტი თუ ბოლომდე ათამაშა მე რა ხო ვარი ერთ ტაიმს ახოვენა აი აქ არ არის პენალტი ნახდა და მე აი აქ ასახდელში გასული ფეხბურთელები შემოყვდა ხო აქაც გავიდნენ გასახდელში და შემოაბრუნეს მე. ამა დანიშნული ქონდა, წვილად თამაშობდნენ მე. მე მგონი პირველ აქციოზევე დანიშნა. არც ერთი არ იყო ეხლა ჩვენ აქაც აი შენ მიყავდა მე. ხო, განმეორებას ველოდები. არ ხენია მე. ამათ გააგდეს სული. პოლონთი და ლევანდოვსკი დააბრუნეს კაპიტანი. ნუ რა უტვინო უნდა იყო, კაცი რომ გუნჩი მიხვიდა და მაინც ლევანდოვსკი ამოარჩინე რომ აი რა ეს ხო არ არის პენალტი, წყარად გადააბიჯა. ეს რატო არის აი მითხარი? არაფერი პენალტი არის, მეკარე პატიოსად თამაშობდა რა. თა რომელ სეზონში უნდა გააგდეს? იცი როცა გოლები გააქვს, ბარსელონა ყველაფერს რო იგებს და რაღაცა, მოვედი შენ წადი აქედან. ბიჭო, მაშინ ნუ მინიმუმ მაშინ 4-0 მოუგებინეთ. თვითონ ის ხო და მე ვერ მოუგემას ხო? არა ანუ ბონეკი რო იყო ანუ ლატო ხო შენ თვითონ რა იგი შენ თვითონ და რაღაცა კიდე ამასთან გქონდეს წონა გქონდეს ნუ კიდე რაღაც მაგასაც ვერ გავიგებ მაგასაც ვეტყვი შორიანი ხარ მაგრამ რაღაცას ვიღაცა თუ არა სმოლარეკი მაინც აი ვიღაცა არა რუბანსკი არავინ რო არა ხარ ლევანდოვსკის გარეშე არა ეხლა ერთი რამე მინდა თქვა რა ეხლა ვიცი რომ თქვენ
იმ აზრებისგან ძალიან შორს ახართ, ჩაწყობილი თამაში, ჩაშვებული თამაში და რაღაცა, მაგრამ ჩემი აზრით პოლონეთმა ეს თამაში ჩაუშვა, იმიტომ რომ გაეგდო ის. არაფერს შორს არა ვარ. ჩემი აზრით იმიტომ კი არა რომ მე სამწუხაროდ ჩვენების ჩაშვებულ თამაშებზეც არა ვარ მაგაზრის რომ არ ყოფილა ეგეთი რაღაცები იმაში ჩოგბურთის ანგარიშს რო აგებდნენ იმასთან ბულგარელებთან ჩემი აზრით პოლონეთმა ჩაუშვა ეს თამაში და მაგით დამთავრდა ყველაფერი წნელი წავიდა ლევანდოვსკი დაბრუნდა ხო გაშვების მიზეზი მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები ახლა ლევანდოვსკის დონის ფეხბურთელი პოლონეთს არ ყოლია ლუბანსკის მერე არ ყოლია შეიძლება საერთოდ არ ყოლია ისტორიაში შეიძლება საერთოდ არ ყოლია ისტორიაში და მოდი ხარ ახლა რა აბსოლუტური იდიოტი თუ არა ხარ კაპიტნობას ართმევ ფეხბურთელს რომელიც არის პოლონეთის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო არა თან ამ მომენტშიც რო საუკეთესო ვიყავს თან უკეთესი არა თან ვისაც ის ამკლაური მიცა არა თამაშა საერთოდ ორი თამაში. ანუ ხო არის ახლა სახში წაიღო ესე იგი სამყარო. ზელენსკის მიცა და იმან წაიღო იმაში, წაიღო არ გააკარა ზელენსკის ხო, ზელენსკის ის რომ მიესეკე რაღაცა გავიგებდი. მე ვიფიქრე. აი მას მეცა. კაი, ბატონო, არა. მაშინ იცი რა, დღევანდელ გადაცემას ჩვენ დავამთავრებთ, დიდ მადლობას გეტყვით რა თქმა უნდა. აქ მოგზანების შორს და დამშვიდობებით ერთი კვირით. კი ბატონო, შემდეგ პარასკევს შევხვდებით. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. მადლობა, ჩვენ ერთად რო ვიყავით, ნახვამდის.